მოგესალმებით ყველას და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. დღეს განმარტავთ მათეს სახარების მე-11 თავს. სანამ დავიწყებ საუბარს, კიდევ ერთხელ ჩვენ იოანეს სახარების განმარტების დროსაც ეს ვთქვით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მოგცეთ რჩევა და გთხოვოთ, რომ როდესაც განმეორებით ამ საუბრებს უსმენ თქვენ გამართ. მე ვიცი რომ ახლა მაგალითად ჩვენ განვიხილეთ იოანეს სახარება მთლიანად, ხო? 21 თავია განხილული, მაგრამ იოანეს სახარების მე-7 თავი შეიძლება ადგედა კიდე მეორედ მოусმინო, მესამედ მოусმინო, რომ იმდენი რამეა, იმდენი ინფორმაციაა შიგ, მაგალითად რომ ერთი მოსმენით შეუძლებელია ამ ყველაფრის გაგება და სწავლა, ხომ ასე? მაგრამ აი მინდა გთხოვოთ, თქვენც ვინც შემდეგ მოусმენთ ამას მათაც, როდესაც უსმენთ ან ჩვენ განმარტებას, ან სხვა მოძღვრების განმარტებას, აუცილებლად თვითონ წინ დაიდეთ ახალი აღქმა და იმ მუხლებზე, იმ თავზე, რომელზეც ლაპარაკია, თქვენთან მიადევნეთ თვალი. გესმით? თორე ისე მხოლოდ ყურით მოსმენა 1-2 საათში უმრავლესობა იქიდან იკარგება, მაგრამ თქვენ თვითონაც წაიკითხავთ, ის თვალებით ის რჩება. ამიტომ წიგნი უნდა აუცილებლად გქონდეთ ყოველთვის, როცა უსმენთ რაიმე სახარების რომელიმე თავის განმარტებას. წინა თავში, მე-10 თავში მე გაგახსენებთ რა მოხდა. აი ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, აი ქრონოლოგიურადაც სად დგავართ, აი ეს იოანეს მათეს სახარების მე-11 თავი რაზე მოგვითხრობს, ნახეთ, მაცხოვარმა დაიწყო ქადაგება. ჩვენ ნახეთ მე-5, მე-6, მე-7 თავებში, რომ ის თავის მოწაფეებისთვის ამბობს, როგორ უნდა იყოს მისი მოწაფე, 9 ნეტარებას სადაც ამბობს, ხო? შემდეგ ის გამოდის 9 ნეტარების შემდეგ და იწყებს ძლევალ-მოსილ მოქმედებას, ხო? რომ კეთროვანთა განკურნებას, ართა აღდგინებას, სნეულთა კურნებას, ბრმალთა თვალის ახელას და უკვე აქ, აი ჩვენ იქა ვართ იმ ადგილას, კონფლიქტი ფარისეველებთან, მწიგნობრებთან უკვე ჩასახულია. ნახეთ ჩვენ წინა თავში რა ვნახეთ? ეგაო, ეშმაკთა მთავრის ბელძებუბის შეწევნით ახერხებს მაგასო. ხედავთ, უკვე მწიგნობრები და ფარისეველები უკვე მას არიღებენ და ცილს წამებენ, რომ ის ეშმაკთა მთავრის შეწევნით ასრულებს ამას. მე-10 თავში, წინა თავში ჩვენ ნახეთ, რომ მან ამოარჩია 12 მოწაფე, 12 მოციქული. ის 12 მოწაფეა, 12 მოციქული ისრაელის 12 ტომისთვის და გააგზავნაო. წყვილად გააგზავნა ისინიო ორ-ორათო, რათა სხებდნენ ზეთს და განკურნებდნენ ყველა სნეულებას ხალხშიო და თან უთხრანო რაო? მოაშეინანეთ, რადგან მოახლოვებულია ცალთა სასუფეველი, ხო? და ჩვენ წინა თავში ნახეთ ეს 12 მოციქულის სახელები, ვინ იყვნენ ეს 12 მოციქული? პირველი პეტრე, ბოლოს ყოველთვის დასენებია იუდა ისკარიოტელი. კაცი ქრიოტიდან, ქრიოტი იყო სოფელი იუდეაში. და შემდეგ უფალი ამბობს, რომ მისი მოწაფეებისთვის ერთ-ერთი სავალდებულო, აი მე-10 თავში იყო, სავალდებულო მცნება რა არის? რომ არავინ არც დედა, არც მამა, არც შვილი, არც ცოლი, არც არავინ არ უნდა იდგეს ქრისტეს სიყვარულზე უფრო წინ. ვინც ჩემი მოწაფე, ვისაც უნდა რომ ჩემი მოწაფე იყოს, ამბობს უფალი, უნდა ყველაზე დიდი სიყვარული და მორჩილება ჰქონდეს განკაცებული ღმერთის, მესიის იესო ქრისტეს. მხოლოდ ასე შეიძლება იყო მისი მოწაფე. მხოლოდ ამ გზით. აი მას უფალი ითხოვს, გესმით? ითხოვს, ვისაც მე უნდა რომ ჩემი მოწაფე იყოს, ყველაზე მეტად უნდა უყვარდე მე. და დანარჩენი შემდეგ. ამას ამბობს უფალი. სხვაგვარად არ გამოდის. და მე-11 თავი იწყება ასე. ნახეთ, ჩვენ ხო ახსენეთ წინა საუბრებში, კიდევ გაგახსენებთ, რომ მათეს სახარებაში 12 დიდი ბოდიში 5 დიდი სიტყვა ამორჩეული და აი ეს მე-10 თავში იყო ისი მეორე სიტყვა, რომელიც ეს მემართულია მისი მოციქულებისადმი და მე-11 თავი ასე იწყება ზუსტად. და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი 12 მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში სასწავლებლად და საქადაგებლად. ასე მთავრდება ის წინა თავში მოციქულების მიმართ საუბარი. ნახეთ,
წავიდა თვითონ საქადაგებლად და მისი მოწაფეებიც ისინი წავიდნენ საქადაგებლად და გაიფანტნენ მთელ ისრაელში, რომ ისრაელის 12 ტომს ახარონ რომ მოსულია ქრისტე, რომ მოვიდა მესია, მოახლოვებულია ცათა სასუფეველი. ორ-ორად რატომ გააგზავნა, როგორ გონიათ? ორ-ორად რატომ გააგზავნა? ორი მოწმე უნდა ყოფილიყო, ხო? ორი მოწმე. იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე მოსეს რჯულის მიხედვით ორი ადამიანი, მინიმუმ ორი ადამიანს უნდა დაემოწმებინა. ორი მოწაფე მივა, რომელიმე სოფელში მიიღებენ ან არ მიიღებენ. თუ არ მიიღებენ, ის ორი მოციქული იქნება მოწმე ღვთის წინაშე, რომ სახარება მივიდა მათთან და არ მიიღებს. თუ ვინმე არ მიიღებს, რას ეუბნება უფალი? ჩამოიბერტყეთ მტვერი თქვენი ფეხიდან და იცოდეთ რომ აი ეს მტვერი და თქვენ ორნი იქნებით მოწმე იმისი რომ მოვიდა სახარება, მაგრამ თქვენ უარი უთხარით და წავიდნენ საქადაგებლად ქრისტეც და მისი 12 მოციქულით. ნახეთ მეორე მუხლიდან. აი ეს პირველი პუნქტი რა ჩვენ გვეძებს. შეკითხვა იოანე ნათლისმცემლის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ეს, ვინ იყო იოანე ნათლისმცემელი. ნახეთ. ხოლო იოანემ შეიტყო საპყრობილეში ქრისტეს საქმენი და გამოგზავნა თავისი ორი მოწაფე. რათა ეკითხათ მისთვის, შენ ახარ მომავალი, თუ სხვას ვინმეს უნდა ველოდოთ. ხოლო იესო მიუგო მათ, მიდით და უთხარით იოანეს, რასაც ისმენ და ხედავთ, ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ, მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ, ნეტარას, ვინც არ შემცდარა ჩემში. ნახეთ, იოანე ნათლისმცემელი ამ დროს უკვე საპყრობილეშია. მათ ეს სახარების მე-14 თავში ჩვენ ზუსტად გვაქვს მოთხრობილი, რატომ არის იოანე ციხეში, რატომ არის საპყრობილეში, მაგრამ წინასწარ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გალილეის მეფემ ჰეროდე ანტიპამ ჩააგდო ის საპყრობილეში, იმიტომ რომ იოანე ჰეროდეს ამხილებდა, რომ არ შეიძლება შენი ძმის ცოლი ყავდეს ცოლად. მისი ძმის ფილიპეს ცოლი წაართვა ჰეროდემ და ცოლად დაისვა ჰეროდიადა, მას ერქვა ჰეროდიადა, გალილეაში მეფობდა იგი და იოანე ამხილებდა მას და ამის გამო ჩააგდო ციხეში ჰეროდემ იოანე. მაგრამ მისი მოკლა თავიდან მისი მოკლა არ უნდა და ეშინოდა, რადგან დიდ წინასწარმეტყველად იყო იოანე მიჩნეული ისრაელში. ჩვენ ეს მე მგონი წინა საუბრებში ვთქვით, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ იოანე რატომ იყო განსაკუთრებული წინასწარმეტყველი ისრაელში. რადგან მალაქია წინასწარმეტყველის შემდეგ, ეს იყო 420 წელი ქრისტეს შობამდე, 4 საუკუნე, ანუ ისრაელს აღარ ყოლია წინასწარმეტყველი. ღვთის ნებას არავინ აღარ უცხადებდა ისრაელს. იმიტომ რომ მოსეს დროიდან მოსე მათეუნებად წინასწარმეტყველს როგორიც მე ვარ, დაგიდგენთ უფალი, მას უსმინეთ და მას შემდეგ სულ ყავდათ წინასწარმეტყველები ისრაელში, რომლებიც ღვთის ნებას აცხადებდნენ, ხო? ღმერთი მათ ესაუბრებოდა და ისინი აუცხადებდნენ ისრაელს ღმერთის ნებას, მაგრამ მოხდა ესეთი სულიერი დუმილი მოხდა ისრაელში. სულიერი რაღაცნაირი მკვდარი გარემოა 4 საუკუნე 400 წელიწადი წინასწარმეტყველი აყავთ და უცბად ჩნდება ვინ? იოანე ნათლისმცემელი, რომელიც აი აქ იუდეის უდაბნოში, აი აქ იყო იუდეის უდაბნო, აი აქ ბეთ-ბარაში ნათლავდა, გამოჩნდა და გადაგებდა შეინანეთ, რადგან მოახლოებულია ცათა სასუფეველი. მე მინდა გაჩვენოთ თქვენ, ადრეც გაჩვენოთ კიდევ ერთხელ, ეს არის არა ბიბლიური წყარო. ჩვენ ხო საერთოდ გვაინტერესებს, აი არა ბიბლიური წყარო ამბობს სახარების შესახებ რაიმეს, ის რაც ეთანხმება სახარებას. აი ჩვენ აქ გვაქვს ცნობილი რომაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის იუდაური სიძველეები. ეს არის დიდი ნაშრომი. იოსებ ფლავიუსი იყო პირველ საუკუნეში, როდესაც რომმა დააქცია იერუსალიმი, ხო, ტიტეს მეთაურები, როცა დაინგრა ტაძარი.
იოსებ ფლავიუსი გალილეის მცველებს შორის იყო, მღვდელი იყო თვითონ, მღვდელი, ებრაელი და გალილეას იცავდა. და იოსებ ფლავიუსი შემდეგ თქვენ წაიყვანეს რომში და იქ მან დაწერა ისტორიული თხზულებები. ორია უცნობილეს მისი იუდაური ომი და იუდაური სიძველე. და მის მე-18 წიგნში, აი ამ იუდაური სიძველების მე-18 წიგნში იოსებ ფლავიუსი წერს იმ პირველი საუკუნის ამბავს, რაც ჩვენ სახარებაში ნათქვამია. ნახეთ რა წერს. ზოგიერთი იუდეველი სხვათა შორის ემხრობოდა აზრს, რომ ჰეროდეს ჯარების დამარცხება ღვთის რისხვის შედეგი იყო, როგორც სამართლიანი სასჯელი იოანე ნათლისმცემლის მკვლელობისათვის. ჰეროდე დამარცხდა ერთ-ერთ ბრძოლაში სხვა მეფესთან და ზოგიერთი იუდეველი ამბობდაო, ჰეროდე იმიტომ დამარცხდა, რომ ღმერთმა დასაჯაო იოანეს სიკვდილის მკვლელობის გამო. ეს უკანასკნელი, ანუ იოანე სიკვდილით დასაჯა ჰეროდემ მიუხედავად იმისა, რომ ის კეთილშობილი კაცი იყო, რომელიც იუდეველებს სრულყოფილებისაკენ მოუწოდებდა. იმ გაგებით, რომ აფრთხილებდა მათ, ყოფილიყვნენ ერთმანეთის მიმართ სამართლიანი და ღმერთის წინაშე ღვთისმოსავნი და ასე მისულიყვნენ მოსანათლად. ანუ იოანე ამბობდაო, ამბობს იოსებ ფლავიუსი, რომ სუფთა სინდისით მოდით მოსანათლადო, ამას ეუბნებოდაო იუდეველებსო. როგორც ის ასწავლიდა, ხოლოდ ასე იქნებოდა ნათლობა სათნო ღვთისათვის. ასე იქნებოდა განბანვა იორდანეში სათნო ღვთისათვის. რადგან ისინი განბანვას მხოლოდ სხეულის განსაწმედად და ცოდებისადობლად იყენებდნენ. და რადგან ამგვარი ქადაგებებით გამოწვეული განსაკუთრებული მიზიდულობის გამო აუარებელი ხალხი აწყდებოდა იოანეს, ჰეროდეს ეშინოდა მისი ავტორიტეტის გამო მის რჩევებს საყოველთაო მორჩილება არ გამოეწვია მის მიმართო. გესმით? ჰეროდემ ნახაო, რომ აი ესეთი დიდებული ქადაგებების გამო უდიდესი პოპულარობა ჰქონდა იოანესო და ეშინოდაო, რომ პოლიტიკურად არ ყოფილიყო საშიში იოანე ნათლისმცემელი ჰეროდესთვის, ხალხი არ აემხედრებინა და რაიმე საშიშროება არ გამოეწვია მისთვის. ამიტომაც უკეთესად მიიჩნია ის გზიდან დროულად ჩამოეშორებინა, ამ ეჭვის გამო ჰეროდემ შეაპყრობინა იოანე, მახიერის ციხეში ჩაამწყდებინა და იქ მოკლა. ნახეთ? იოსებ ფლავიუსი, რომაელი ისტორიკოსი, წერს ჩვენს იოანე ნათლისმცემელზე, ზუსტად იმას ადასტურებს, რაც სახარებაშია, რომ ჰეროდემ ჩააწყდებინა ციხეში და მოაკლებინა იოანე. და ამ რა არის კრიტიკული საკითხი აი ამ მონაკვეთში, რაც ჩვენ წავიკითხეთ. ნეტა რა არის, ვინც არ შემცდა რა ჩემში ამბობს იესო ქრისტე. იოანე ნათლისმცემელი ასე დიდი წინასწარმეტყველი, რომელიც გამოჩნდა პირველი და ახადაგებდა, რომ ჩვენ შორის არის უკვე ქრისტე, უკვე აქ არის მესია, უკვე მასიახი აქ არის ჩვენ შორის და მე მის სანდალსაც კი ვერ შევეხები, იმდენად დიდია ის ჩემზე, ამბობს იოანე. და შემდეგ მასთან მიდის თავად იესო ქრისტე იორდანეში, ხომ? და ეუბნება, რომ ასე უნდა ავასრულო წესი, მეც უნდა მოვინათელ ვიღო შენგან, რადგან ისიც კაცის ბუნებითაა მოსული და ის ნათელს იღებს იოანესგან და იოანე ამბობს, რომ მე არ ვიცოდი ვინ იყო ის, მაგრამ მამა ღმერთმა გამიცხადა, რომ სული წმინდას ვინც დაინახავ დავანებულს, სული წმინდას იცოდე ის არის მესია, ის არის მოსული ქრისტე. და აი ეს იოანე, რომელმაც ნათელსა ქრისტეს, რომელმაც თქვა, აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომლის მოწაფეებიც შემდეგ გაყვნენ იესო ქრისტეს, ხომ? მისი მოწაფეები შემდეგ ქრისტეს მოწაფეები გახდნენ. ეს იოანე საპყრობილეში როცა არის, აგზავნის მოწაფეებს და რო შეეკითხონ იესო ქრისტეს, რომ შენ ხარ მართლა მესია თუ კიდევ სხვა ვინმეს უნდა ველოდოთ. გესმით? დაეჭვდა იოანე. რა მოხდა? აი, რატომ დაუსვა იოანემ ეს კითხვა? საპყრობილეშია, ხო? იცის რომ იქიდან ალბათ ვეღარ გამოვა, ხო? იმიტომ ძალიან რთულ მდგომარეობაშია.
ივანე ჩვენ თუნდაც ხვდებით რომ ეს ძალიან ისეთი ადგილია, ხო? მაგრამ ივანე ოქროპირა ჩვენი დიდი მღვდელმთავარი მართლმადიდებელი ეკლესიის ნათობი ივანე ოქროპირი ამ საკითხს ძალიან დაწვრილებით ეხება და ამბობს რომ კითხვა ეს არის, აი ამას უნდა გავცეთ პასუხი, რატომ დასვა იოანემ ეს შეკითხვა? რა მოუვიდა მას? და ივანე ოქროპირი ამას ასე განმარტავს, მინდა ესეც ჩვენ გავითვალისწინოთ, რას გვეუბნება იოანე ოქროპირი, ის ამბობს რომ იოანეს თავად არ შეპარვია ეჭვი ამბობს ივანე ოქროპირი. მისი მოწაფეები იყვნენ დაეჭვებულნი ამბობს იოანე. იმიტომ რომ მისი მოწაფეებისგან ჩვენ ვიცით შემთხვევები რომ მაგალითად იოანეს მოწაფეები მივიდნენ იოანესთან და ეუბნებიან მოძღვარო, აი შენთან რომ მოვიდა და შენ რომ მონათლე, ახლა ყველა გვტოვებს ჩვენ და იმასთან მიდის. შური აქვს გარკვეული, ხო? ნახეთ, თორე იოანე იმ დროს ძალიან პოპულარული იყო და ქრისტესთან მიდიან, მისი მოწაფეები სტოვებენ მას და მიდიან ქრისტეს მიყვებიან და მის მოწაფეებს გარკვეულწილად რაღაცა მეტოქეობის შური, რომ იმას ემატებიან და იოანე თავად რას ეუბნება? ასე უნდა მოხდეს. მე უნდა დავკნინდე, მე უნდა დავმცირდე, მე უნდა წავიდე ახლა და სიძე უნდა ამაღლდეს, რადგან მე ვარ სიძის მეგობარი, რომელმაც ქორწილში ვახდე სიძეს და ახლა სიძე უნდა ამაღლდეს. იოანემ ეს იცის, გესმით? ასევე იოანეს მოწაფეები ერთ ადგილას ამბობენ, მოვიდნენ ქრისტესთან მივლენ და უნებიან, ჩვენ რატომ მარხულობთ და ფარისევლების მოწაფეები და თქვენ რატომ არ მარხულობთ? გესმით? რაღაც გარკვეულწილი ეს არის, აი შური, მეტოქეობა რაღაც მოწაფეებს და ქრისტეს მოწაფეებს შორის. და იოანე ოქროპირი ამიტომაც ამბობს, რომ თავად იოანეს კი არ შეპარვია ეჭვი. არამედ მის მოწაფეებს აინტერესებდათ ეს და ამიტომაც იოანემ აგზავნის მის მოწაფეებს, რომ თავად კითხონ ქრისტეს და თავად დარწმუნდნენ მის პასუხში. და ქრისტეს პასუხი რა? მისი პასუხი თავად დარწმუნდნენ, რომ ეს არის ნამდვილად მესია. და რა არის ქრისტეს პასუხი? ქრისტე კი არ ეუბნება, მე ვარ ქრისტე, მე ვარ მესია, კი არ ეუბნება, არა. წადით და უთხარით იოანეს, რასაც თქვენი თვალით ხედავთ. ალბათ ის მოწაფეები რამოდენიმე ხანი დარჩნენ იქ, სადაც ქრისტე იყო, ხო? უყურეს რა ხდება. თან სხვა ადგილებში წერია, რომ აი ამის შემდეგ პარალელურ ადგილებში წერია, რომ ამის შემდეგ იესო მიწყო ისევ სასწაულების აღსრულება, კურნავდა სნეულებს, თვალს უხელდა ბრმებს, კეთროვნებს განწმენდა და ეს იოანეს მოწაფეებმა ნახეს და ქრისტე ამბობს. წადით და უთხარით, რასაც ხედავთ. და ეს ადგილი, რასაც ქრისტე ამბობს, ბრმანი ხედავენ, კოჭრნი დადიან, კეთროვანი იწმინდებიან, ყრუნი ისმენენ, მკვდარნი აღდგებიან, გლახაკნის სახარებით ხარობენ. ეს ადგილი არის იესაია წინასწარმეტყველის 35 თავიდან. აი ამას ციტირებს უფალი თავად, რომ აი ის ვინც ისაიამ წინასწარმეტყველა და რაც წინასწარმეტყველა აქ არის, ნახეთ 35 თავი. ისაია წინასწარმეტყველებს, რომ მოვა ქრისტე ამბობს ისაია. მოილხენს უდაბნო და ხრიოკი გაიხარებს, ტრამალი შროშანივით აყვავდება. უდაბნო გაიხარებს. სულიერი უდაბნოა, ხო ამ დროს ისრაელი, ხო? ამობს უდაბნოში წყალივით ამოჩქებს მისი მადლი, როცა ქრისტე მოვა. და შემდეგ ამობს, აყვავდება და გაიხარებს. იქნება ხენა და სიხარული. გააძლიერეთ ღონემიხტილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ, უთხარით გულშემდრკალ ხალხს. გამაგდით, ნუ გეშინიათ, აჰა ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთისაზღაური და ის მოვა და გიხსნით თქვენ. მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს, ყრუებს სასმენელი გაიხსნებათ, მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი, მუნჯის ენა იგაობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე მიაღრევ. და ნახეთ, აი ქრისტეს ძალით და მადლით მოხდება ეს სასწაულები, ამბობს იოანე და ქრისტეც იმეორებს, წადით და უთხარით იოანეს, რასაც ხედავთ. ვერ ხედავთ იმას, რაც იოანემ თქვა, ამ სასწაულებს, რაც მხოლოდ მესიას შეუძლია აღასრულოს. კიდევ ერთი ადგილია ესაია წინასწარმეტყველთან, ეს არის 61 თავი. ესაია წინასწარმეტყველი, სადაც ამბობს მესია, ქრისტე ამბობს იოანეს ესაიას პირით წინასწარ, სული უფლისა ჩემზეა გადმოსული.
რადგან მცხოვუფალმა გლახაკთათვის სახარებლად მომავლინა გულშემოსრულთა განსაკურნებლად ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა გასახსნელად გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა. ანუ წყალობა მოვიდა მისი მოსვლით ამ ხალხთან და წადით და უთხარით ეს იოანეს. ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში, ამბობს ქრისტე. ნახეთ, იოანე ოქროპირი გვეუბნება, რომ ესე იგი ეს მოწაფეების დაეჭვების გამო იყო ეს კითხვა დასმული იოანესგან. მაგრამ ეხლა სხვა მხრიდან შევხედოთ ამ საკითხს. იოანე ოქროპირი რასაც ამბობს, ეს რა თქმა უნდა მის გასათვალისწინებელია და ასე ვთქვათ, უნდა ვერწმუნოთ, მაგრამ აი სხვა მხრიდან შევხედოთ ამ საკითხს. ისრაელში წინასწარმეტყველები როდისმე, სხვა წინასწარმეტყველებიც ხო იყვნენ ისრაელში. აი მოსე მაგალითად, დავითი მეფე, მეფსალმუნე, იონა წინასწარმეტყველი, იერემია. წინასწარმეტყველები დაეჭვებულან როდისმე? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა დაეჭვებულა. წინასწარმეტყველი როცა ღვთის ნებას აცხადებდა, მას იქ არ მოსდიოდა შეცდომა. ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი ის იყო, ვინც ღვთის ნებას როცა აცხადებდა, იქ გამორიცხული იყო, რომ შეცდომა დაეშვა. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ მოსე მაგალითად ერთხელ მოსე არ დაემორჩილა უფლის ბრძანებას. უფალმა უთხრა, აი მკლდეს უთხარი რომ წყალი მოგცესო და მოგცემს წყალსო. მოსემ რა გააკეთა? ორჯერ დაარტყა კვერთხი და ღმერთი განურისხდა ამის გამო და ეუბნება, აი ამის გამო ვერ შეხვალ შენ აღთქმულ მიწაზე. გესმით? წინასწარმეტყველები ხანდახან ადამიანები იყვნენ და წინასწარმეტყველები ხანდახან შეცდომას უშვებდნენ ადამიანურ ცხოვრებაში. გესმით? ღვთის ნების გაცხადებაში სწორად ამბობდნენ იმას, რასაც უცხადებდა მათ ღმერთი, მაგრამ უშვებდნენ ხანდახან შეცდომას. აი მაგალითად დავით მეფე წინასწარმეტყველი არ დაუშვია შეცდომა მას. მას არ შეუწოდავს დავითს, როგორ არ შეუწოდავს დავითს. ხო? მაგალითად იონა წინასწარმეტყველი, გახსოვთ? იონას რო ავალებს ღმერთი, რომ წადი და ნინეველებს უთხარიო, რომ შეინანონ, თორე დაიღუპებიანო. რას აკეთებს იონა წინასწარმეტყველი? ეწინააღმდება და გარბის, გემში ჩაჯდება და გარბის არასრულებს ღმერთის ნებას. გესმით? ამიტომ ეს დასაშვებია, რომ ისინი ადამიანები არიან. გესმით? და იოანეს ასე ღვთაებრივ ხარისხში აყვანა, არ არის მართებული. იოანე იყო ადამიანი და ქრისტე ამბობს, რომ დედის მუცლიდან შობილი იოანეზე დიდი არავინ ყოფილა, მაგრამ დედის მუცლიდანაა ის მაინც შობილი და აი ამ დროს, როცა ის საპრობილეშია, ის სვამს ასეთ კითხვას, შენ ახარ თუ კიდევ სხვა უნდა მოვიდეს ვინმე? აი ამ კითხვაში ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ნახეთ, ჩვენ ხლა ვიცით, რომ იესო ქრისტე მოვიდა ისე, როგორც მოვიდა, ხო ასე? მაგრამ ქრისტეს მოსვლამდე წინასწარმეტყველება ქრისტეს შესახებ რამდენი საუკუნე გრძელდებოდა. აი ღმერთმა პირველად რომ განუცხადა ადამიანებს, რომ მოვა მხსნელი და გიხსნით. აი კიდევ ერთი 16 საუკუნე მაინც გავიდა. არა, მეტი, აბრაამიდან მეტი, 2000 წელი მაინც, ხო? 2000 წლის განმავლობაში რაც ღმერთმა ადამიანებს უთხრა, რომ მოვა მხსნელი და გიხსნით თქვენ. აი აბრაამს უთხრა პირველად, რომ შენი თესლისგან იკურთხევა დედამიწის ყველა მოდგმა, ხო? ხომ ასე იყო? ანუ უკვე იქ ნათქვამია, რომ შენი შთაომავლისგან გადაედება კურთხევა მთელ დედამიწის ხალხს. შემდეგ ნახეთ, მოსეს უთხრა, რომ როცა მოსე დაწერა ის ხუთწიგნეული მისი მოსეს პირველი წიგნის მესამე თავში ხომ არის, რომ დედაკაცს რომ მეუბნება ღმერთი, რომ შენს თესლსა და ეშმაკს რომ მეუნება სატანას, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის ტრობა იქნება, შენ ქუსლს დაუგესლავ, ის კი თავს გაგიჭეწავს. ასეც მესიაზია წინასწარმეტყველება, ხო? ნახეთ, აი მთელი ეს 16-20 საუკუნე აბრაამის დროიდან ქრისტემდე გრძელდებოდა ეს და იუდეველებს შორის ბუნებრივია რომ იყო კითხვა, როგორ მოვა ქრისტე, ხო?
ვინ იქნება? სად მოვა? როგორი იქნება მისი მოსვლა, ხო? ბუნებრივია. ამიტომ მათთვის ეს როგორც დღესაა ჩვენთვის ნათელი, რომ ქრისტე მოვა, რომ ჯვარს ეცმება, შემდეგ აღდგება, ასეთი ნათელი არ იყო მათთვის ეს. ეს ჩვენ უნდა კარგად გქონდეს გააზრებული, გესმით? ჩვენთვის ახლა ეს აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენს თვალწინ წარსულში ეს მოხდა და ვიცით რომ ასე მოხდა. და ისიც ვიცით რომ მეორე დიდებით მოვა ის, მაგრამ მათთვის ეს მესიის მოლოდინი, მაშიახის მოლოდინი იყო უძლიერესი განცდა ისრაელში, რომ ყველაფერი მაშიახს უკავშირდებოდა, რომ ის რომ მოვა, ის კურთხეული, ის განგვისვენებს, ის გვიშველის, ის დაგვასვენებს, ხომ? ის დაამარცხებს ჩვენ მტრებს, მაგრამ როგორი იქნებოდა მისი მოსვლა, ეს მათ არ იცოდა. გესმით და იოანე ოქროპერი ასე ამბობს, რომ როგორო იოანე ნათლისმცემელმაო არ იცოდაო, რომ ქრისტე უნდა ჯვარცმული ყოფილიყო? როგორ არ ეცოდინებოდაო? წინასწარმეტყველებმა ხო იცოდნენ? ესაიამ იცოდა მაგალითად, ამბობს იოანე ოქროპერი 53 თავში ხომ წერს. მოსემაც იცოდა, იმიტომ თქვა რომ გველი ქუსლს დაგიგესლავს. სხვებმაც იცოდნენ ეს და მაგრამ დანიელმაც იცოდა, რომ მე-9 თავში დანიელი რომ წელს რომ მოიკვეთება ურჯულო ხალხისგან ის მაშიახი და დანაშაული არ ექნება მას. არ იცოდაო რომ უნდა მომკვდარიყო? კი იცოდა, როგორ არ იცოდა, მაგრამ იოანე ნათლისმცემელმა ასევე ისიც იცოდა მის დიდებაზე რასაც წერენ. ხომ ასეა? რომ აი მაგალითად, როცა წერს დანიელ წინასწარმეტყველის მე-7 თავში რომ რუბლებით მოდის მესია, როგორც დიდებული, როგორც ყოვლის პრობელი, როგორც მეფე, რომელსაც მიეცა მეფობა სამარადისო. აი მაგალითად ეს ადგილი ქრისტეს სახელის შესახებ. ნახეთ, ქრისტეს სახელებშიც კი, რომელსაც ისინი ვარაუდობდნენ, როგორი იქნება ქრისტეს, რა ერქმევა მას. ქრისტეს რა ერქვა პირადი სახელი? იეშუა. მაგრამ ისინი ხო ვარაუდობდნენ, აი რა ერქმევა მას. ეს იეშუა, როცა დედამის და მამამის გაუცხადა ღმერთმა, მაშინ გაიგეს, რომ იეშუა უნდა ერქვას, მაგრამ მანამდე ხო არ იცოდნენ წინა საუკუნეებში. ამიტომაც ნახეთ, როგორი დიაპაზონია ამ მათ წარმოდგენებში. ნახეთ, ზოგიერთი ამბობდა, აი მე სახელები თქვენ ამოწერილი მაქვს. ზოგიერთი ამბობდა, მას მშვიდობა ერქმევა. ზოგიერთი ამბობდა, მას ერქმევა პირველი, ანუ უპირველესი. ზოგიერთი ამბობდა, მას დავითი ერქმევა, ანუ მეფე იქნება. დავითი მეფის სახელია, გესმით? დავითი ერქმევა. ზოგიერთი ამბობდა, შილო ერქმევა მას, ან მშვიდობის მომტანი ერქმევა მას. ზოგიერთი ამბობდა, მას საუკუნე, მარადიულობა ერქმევაო. ზოგიერთი ამბობდა, მას კეთროვანი ერქმევა. კეთროვანს და დავით შორის რამხელა სხვაობა ხა წარმოიდგინეთ. მარადიულობა და კეთროვანი, იმიტომ იგი ერქმევა კეთროვანიო, რომ გაჭირვებულთა გასაჭირს აიღებს თავის თავზე. ზოგიერთი ამბობდა, მასო ერქმევა იმედიო. ზოგიერთი ამბობდა, მას ერქმევა დამხობილის ძეო. დამხობილის ძე ერქმევა მასო. და ზოგიერთი უფრო მეც ამბობდა, იაჰვე იქნება მისი სახელიო, გესმით? იაჰვე იქნება მისი სახელი. გამოიგეთ, იოანემაც ხომ იცის ეს, იოანე ნათლისმცემელმა, რომ იაჰვე შეიძლება ერქვას მას და დავითი შეიძლება ერქვას მას და ამიტომაც იოანე რომ ხედავს, რომ ის მისი წინამორბედი ციხეში ჩააგდეს. თვითონ ქრისტეც უკვე აქ არის, მაგრამ მისი სამეფო ჯერ არ მყარდება. მასაც ძდელნიან, დაპირისპირებას ხედავს უკვე ისიც, რომ აგერ ჰეროდე მტრობს, აგერ წინობრები მტრობენ, ფიქრობს, რომ კი, მაგრამ იაჰვე თუა და დავითი თუა და მარადიული თუა, რატომ ხდება ეს? გესმით? ანუ ეს კითხვა, როგორც ჩანს, იოანეს როგორც ადამიანს, რომელიც დედის მუცლიდანაა შობილი, მაგრამ წინასწარმეტყველია, როგორც ჩანს, მას ეს კითხვა და მის მოწაფეებსაც ალბათ დაებადა და ამიტომაც აგზავნიან და აღზავნის ეუბნება, შენ ხარ მომავალი, თუ კიდევ სხვას ვინმეს უნდა ველოდე. ნახეთ, შენ ხარ მომავალი. მომავალიც არის ერთ-ერთი მესიის სახელი. გახსოვთ, ჩვენ რომ გალავთ ხოლმე წირვის დროს, კურთხეულას მომავალი სახერითა უფლისათა. ეს იმას კი არ გულისხმობს, რომ აი ვინც ფეხით მოდის, არა. მომავალი ნიშნავს ქრისტე, რომელიც უნდა მოვიდეს, ხო? ამას სახელით მოვიდეს, 117 ფსალმუნიდან.
და შემდეგ ქრისტე ამბობს ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში. ანუ არ შეცდეთ ჩემში ამბობს ქრისტე. ეს ასე უნდა მოხდეს. ისე როგორც ხდება. ნახეთ, შემდეგ პეტრე მოციქული გვეუბნება ჩვენ მის პირველ ეპისტოლეში, რომ ესო მე ვიციო რომ აი ამ გამოხსნასო რაც ისე ღირსით ჩვენ გავხდით დღესო, ჩვენი წინაპრებიო, მთელი ხილ გაბრძნობილი ხალხი, მთელი არა მარტო უბრალოდ ხალხი, არამედ აი ის დიდი ხალხი, წინასწარმეტყველები, წიგნობრები, ჯულისმცოდნე ხალხი იჯდნენ და იკვლევდნენ ამ ხსნას, ესე პირველ თავში. იკვლევდნენ ამ ხსნას და ეძებდნენ წინასწარმეტყველნი, რომელიც გინი წინასწარმეტყველებდნენ თქვენთვის განკუთვნილ მადლს და არ ყვევდნენ რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდნენ მათ ქრისტეს ვნებას და ვნებათა შემდგომ დიდებას. ნახეთ, ისინი ამ წინასწარმეტყველებაში ხედავდნენ და სული წმინდა უმოწმებდა მათ, რომ ჯერ ვნება უნდა იყოს ქრისტესი და შემდეგ მისი დიდება და ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში. აქ ერთ ვიღაცა ბადრა ხო რა თქმა უნდა, ზუსტად არავინ არ იცოდა, კი. მათ როგორც ნაწილობრივ აი ესე უცხადებდა ღმერთი, იმიტომ რომ ამის დატევა შეუძლებელი იყო მათთვის და ვინც არ შემცდარა ჩემში. ხო. კი, მაგრამ უყურე, აი ვისეუნება კიდევ ქრისტე ახალ აღთქმაში ნეტარ ხარ შენ, ვისეუნება? სიმონ პეტრეს. რატომ ეუბნება სიმონ პეტრეს მაგას? ხო, რა კითხვას სვამს ქრისტე? თქვენ ვინ გონი ვართ მე? აი მისი მოწაფეები ძალიან დაყვებიან უფალს, ხედავენ მის უბრალოებას, მის სიმდაბლეს ხედავენ რომ მეფობაზე ის უარს ამბობს, დიდებაზე უარს ამბობს და ქრისტე ეკითხება მათ ერთ დღეს, თქვენ ვინ გონი ვართ თავად მე? რას ამბობს ჩემზე ხალხიო? და ხალხზე უნებიან რომ ზოგს ელია გონი ხარ, ზოგს სხვა წინასწარმეტყველია. თქვენ თვითონ თქვენ რა ვინ გონი ვართ? მე და პეტრე რას ეუნება? შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთი. ანუ შენ ხარ მაშიახი, მესია, ცოცხალი ღმერთის ძე. ქრისტე რას ეუბნება? ნეტარი ხარ შენ სიმონ იონას ძეო, რადგან სისხმა და ხორცმა კი არ გაგიცხადა, ანუ მიწერმა სურვილებმა კი არ გამოგიცხადა ეს, არამედ მამამ ჩემმა ზეციურმა. გესმით? ანუ ქრისტეს ვინ შეიცნობს აი ამს ასე რომ ჯერ ვნებისთვის მოვიდა ჩვენს გამოსახსნელად. შემდეგ დიდებით მოვა, იცოდეთ რომ მამა ღმერთმა გამოგიცხადათ ეს თქვენ. არც ერთ მოაზროვნე ადამიანს, არც ერთ დახვეწილ აზროვნებას და ფილოსოფიას არ შეუძლია ეს შეგაცნობინო შენ, თუ მამა ღმერთმა არ გამოგიცხადა ეს ჭეშმარიტება. ხომ ასეა? ნახეთ, შემდეგ ნახეთ იოანეს სახარება, ჩვენ ხო ეს განვიხილეთ, იოანეს სახარების მე-6 თავშია, ნახეთ, მე-6 თავის 44 მუხლი. მე-6 44 მუხლი. ქრისტე ამბობს, ვერავინ მოვა ჩემთან, თუ კი მამა, ჩემი მოავლინებელი არ მოიყვანს ჩემთან და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. ვერავინ მოვა, ვერავინ გახდება ჩემი მორწმუნე, თუ მამა, ვინც მე გამომგზავნა, არ მოიყვანს მას ჩემთან. ამიტომ თქვენ არასდროს არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ ვიპოვეთ ქრისტე. არა. მამა ღმერთმა მივიყვანა მას, უბრალოდ ჩვენ პასუხი გავეცით მას. ჩვენ უპასუხეთ მის დაძახებას, გესმით? სხვა მხრივ ღმერთის შეცნობა შეუძლებელია და მისი ძის შეცნობა შეუძლებელია. შემდეგ ამბობს, წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილია ყველა ღმერთისგან განისწავლება. ყველა ვინც უსმენს მამას და სწავლობს მისგან, ჩემთან მოვა. ყველა ვინც უსმენს მამის ხმას და სწავლობს ჭეშმარიტად, აუცილებლად მიპოვის მე, ამბობს ქრისტე. მამისგან საცსწავლობდნენ, როდის სწავლობდნენ ადამიანები? ძველ აღთქმაში. და ქრისტე ამბობს, რომ ყველა ვინც ჭეშმარიტად ისწავლა და სწავლობს მამისაგან, ჩემთან დაასრულებს, მე მიპოვის ის. ამიტომაც ამბობს,
ნეტარია ის, ვინც არ შემცდარა ჩემში. აი ამათ ეუბნება მოწაფეებს, რომლებიც როგორც ჩართვიდუნას დაეჭვებულები არიან და ეუბნება, რომ არ შეცდეთ ამ ნეტარებას არ აცდეთ, რომ მამა ღმერთი გიცხადებთ, რომ ასე უნდა მოხდეს ეს. ჯერ სიმდაბლე, ჯერ დამცირება, ჯერ ტანჯვა, ჯერ ჯვარცმა და ამ ტანჯვით გამოსყიდვა თქვენი და შემდეგ დიდება, როცა ის მეორედ მოვა. ხო გასაგები ამ მონაკვეთის შინაარსი აი ამაში მდგომარეობს. ხოლო მათი წასვლის შემდეგ, ეს მეშვიდე მოხდა. ხოლო მათი წასვლის შემდეგ იესომ იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს, რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან სხეული ლერწმის ხილვად? რისთვის დადიოდით უდაბნოში? რბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ რბილი სამოსით მოსილნი მეფეთა დარბაზებში არიან. რისთვის დადიოდით უდაბნოში? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც, რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა, აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოს შენს წინაშე, რომელიც გაამზადებს შენს გზას ჩემსავ წინაშე. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, დედის მუცლისგან შობილი არავინ აღმდგარა იოანე ღვთისმსხურელზე უდიდესი, ხოლო ცათასასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია. და როცა წავიდნენ ესენი, მით ეს შეკითხვა მოიტანა, ქრისტემ რა თქმა უნდა მიხვდა, რომ ის რაც ჩვენ გავიფიქრეთ, ის რაც ჩვენ გავიფიქრეთ, რომ დაეჭვდა იოანე, როგორც ჩანს, მისმა მოციქულებმაც ეს გაიფიქრეს ზუსტად. ამიტომ ქრისტე იწყებს ლაპარაკს, რომ არ შეეჭვდეთ იოანეში. ეუბნება, აი მასთან როცა მიდიოდით იორდანეში ნათლობის დროს, რატომ მიდიოდით იქ სანახავად, მის სანახავად რა? ლერწამისგან, ქარისგან ხეული ლერწმის სანახავად დადიოდით, რომ ქარისგან ხეული ლერწამი რისი სიმბოლოა? მერყევი კაცის, ხო? ქარი აქ დაუბერავს, აქეთ გადაიხრება, იქ დაუბერავს, იქით გადაიხრება. როგორ გონიათ რა იოანე მერყევი კაცი გონიათ თქვენ? ქარისგან ხერხეული ლერწამია? არა. აბა რისთვის დადიოდით? ძვირფასი სამოსით შემოსილი კაცის ნახვა გინდოდათ? მაშეთი კაცის ნახვა თუ გინდათ, წადით სასახლეებში და იგზიან მეფეები და დიდებულები, ხო? ფარისევლებით ძვირფას კაცებს დადიოდნენ სულ. იოანე ეგ არ არის ეუბნება. აბა რისთვის მიდიოდით? წინასწარმეტყველის ნახვა გინდოდათ? ეუბნება. დიახ, სწორია. წინასწარმეტყველზე მეტია იოანე, ამბობს იოანე ქრისტე. რატომ არის იოანე წინასწარმეტყველზე უფრო მეტი? ახეთ, მოდი ჯერ ეს ვნახოთ, სად არის წინასწარმეტყველები იოანეზე. ჩვენ ახლა ადრე გავიარეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ. მალაქია წინასწარმეტყველი. აი ეს მალაქია, რომელიც მე ვთქვი 420 წლით ადრე, ბოლო წინასწარმეტყველი იყო მე ვთქვი ისრაელში. ამის შემდეგ ისრაელს აღარ ყოლია წინასწარმეტყველება, მალაქიას წიგნის ბოლო თავში, ანუ თქვათ რომ თავდება ძველი აღთქმა, წერია ასე: აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე. ამბობს რომ ღმერთი ამბობს, სანამ მე მოვალ, მე გამოგზავნი ჩემს ანგელოს, რომელიც გაამზადებს გზებს ჩემს მოსასვლელად. და დასასრულს, აი ამ წიგნის დასასრულში წერია: აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის დიდის და საშინელის დადგომამდე. სანამ ქრისტეს მოსვლის დღე მოვა, ელიას მოგივლეთ მანამდე, იმ საშინელი დღის მოსვლამდე და ის ელია შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რათა ჩემი მოსვლისას ქვეყანა ჩვენებით არ შეუნუსრო. ეს შვილების გულს მოაქცევს მამების რწმენასთან, რომ მოვალ ამბობს ღმერთი, შეჩვენებით არ დავუყო ეს ქვეყანა. მაგრამ აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე. ებრაულში ანგელოზი სახელი ალევიოს ქვია მალახ. და თვითონ ამ წიგნსაც ქვია მალეახი. გესმით? და თითქოს მთელი წიგნი არის ის ანგელოზზე ლაპარაკი, რომელსაც მოავლენს
მის წინაშე უფალი. მაგრამ ნახეთ რა არის საინტერესო? იოანე არის ერთადერთი წინასწარმეტყველი, რომელიც თავად ნაწინასწარმეტყველებელია ბიბლიაში. გესმით? წინასწარმეტყველები ხო სხვა რამეზე წინასწარმეტყველებდნენ ხომ ყოველთვის. იოანე არის ერთადერთი, რომელზეც წინასწარმეტყველებს სხვა წინასწარმეტყველი რომ მოვა წინამორბედი ქრისტეს. გესმით? და იოანე ამ გაგებითაც უდიდესია, იმ გაგებითაც რომ ნახეთ იოანე ქრისტეს ჯვარცმაში წინამორბედი იყო ქრისტეს, ხომ ასე იყო? სანამ ქრისტეს ჯვარს აცვამდნენ, იოანეს რა უკნეს? თავი მოუკვეთეს. ტანჯვაში, შეურაცხყოფაში და სიკვდილშიც წინამორბედი იყო მისი იოანე. გესმით? და მას განეცხადა ის, რომ ჩვენ შორის არის იესო ქრისტე. და ამიტომაც ამბობს უფალი, რომ დედისგან შობილთა შორის ყველაზე დიდია იოანე ნათლისმცემელი. ამ გაგებით ნახეთ, ასე ღვთისმშობელზე დიდიც არის, როგორც ამბობს. სახარება გვეუბნება, რომ დედის მუცლისგან შობილი იოანე ყველაზე დიდია. დებით ღვთისმშობელზე დიდიც არის იოანე, ამბობს იესო ქრისტე, რადგან მას განეცხადა, ის იყო წინამორბედი ღმერთის მოსვლის ამ ქვეყნად. მაგრამ ნახეთ მაგრამო ცალთა სასუფეველშიო იქ უმცირესიც კი იოანეზე დიდია. ასე მოსიგე, ვინც აი იმ ნეტარებას, ვინც მიაღწევს და იმ ნეტარებაში ვინც დარჩება, რომ ვინც შეიცნობს ქრისტეს მოსვლას და იწამებს და ცალთა სასუფეველს დაიმკვიდრებს, აი უკვე იქ ხარ. შენ იქ პატარაც რომ იყო, იოანეზე დიდი ხარ, რომელიც დედამიწაზე. დედამიწაზე ამბობს, რომ დედის მუცლისგან შობილი, დედამიწაზეა იოანე დიდი, მაგრამ იქ უმცირესი, იმდენ დიდი ნეტარებაა ცალთა სასუფეველში. და შემდეგ მეთორმეტე მუხლი და იწყება ძალიან საინტერესო მუხლი, აი დავუკვირით ამას ძალიან კარგად, იმიტომ რომ ხშირად ამას განმარტავენ, მრავალგვარნაირად არის განმარტებული ეს, მაგრამ მე მინდა თქვენ ახლა გითხრათ ჭეშმარიტი განმარტება აი ამ მუხლის. ჭეშმარიტი განმარტება. ვინაიდან იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე ცალთა სასუფეველი იძულება და ვინც აიძულებს, ისინი მიიტაცებენ მას. რადგან ყველა წინასწარმეტყველი და თვითრჯული იოანემ წინასწარმეტყველებდნენ. და თუ გნებავთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს, ვისაც აქვს ყურნი სასმენად ისმინოს. ნახეთ? იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე ცალთა სასუფეველი იძულება. რას ნიშნავს იძულება? ძალადობენ ცალთა სასუფეველს. ძალადობენ ცალთა სასუფეველს ადამიანები. რას ნიშნავს ეს? და ვინც აიძულებს, ის მიიტაცებს მას. ნახეთ, აი არის ასეთი ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეშია, რომ მანო ტანჯვით ისწავლა მორჩილებაო. ნახეთ, ქრისტეზე ამბობს პავლე მოციქული, რომ მან ტანჯვით ისწავლა მორჩილებაო. მე მინდა ეს ადგილი გაჩვენოთ თქვენ. თუმცა ძე იყო იგი ღვთისაო, მაგრამ ამ ქვეყანაზე მოსულმა ტანჯვით ისწავლა მორჩილება. ნახეთ, ესე ფილიპელთა მიმართ მეორე თავის მეშვიდე მუხლი. მაგრამ დაიმცირა თავისი თავი, მონის ხატი შეიმოსა და მკაცის მსგავსი გახდა. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე. ესმით? მორჩილი გახდა. და სხვა ადგილას ამბობს, ტანჯვით ისწავლა მორჩილება. რას ნიშნავს ისწავლა მორჩილება? როგორ გონიათ? აი ქრისტემ ძეღმერთმა რომელიც უსხეულო იყო, ღმერთს ხომ სხეული არ გააჩნია, რადგან განკაცდა მან ისწავლა მორჩილება. რას ნიშნავს? როგორც ადამიანმა ისწავლა მშობლების მორჩილება, ისწავლა მატერიალური სამყაროს მორჩილება, ხო? ისწავლა ჭამა, ისწავლა სმა, ისწავლა ძილი, მაგალითად, ხო? იღლებოდა, აი ეს ყველაფერი ადამიანურ ბუნებაში შემოვიდა ის და დაემორჩილა ადამიანურ ბუნებას. ხომ ასეა? ხო გასაგებია ეს? ახლა პატარა რო იყო იესო ქრისტე ბავშვი, დედას არ ემორჩილებოდა? ემორჩილებოდა. რჯულსაც ემორჩილებოდა, ხომ ასე იყო, ხო?
მაგალითად, როცა მასთან მივიდნენ და თქვენ არ გადაიხდით ტაძრის დრაქმასო ეუნებიან ქრისტე. ქრისტე ამბობს, მე როგორც ზეღმერთს არ მეხება ეგ, მაგრამ რადგან ადამიანი ვარ თქვენ შორის, რადგან არ დავაპყოლო ესენი, გადავიხდით და იხდიან დრაქმას. ანუ დაემორჩილა ყველაფერს, ხო? მაგრამ ეს თქვა მინდა მე, სად მივდივარ, რომ ის დაემორჩილა იმასაც, რას როგორც აზროვნდნენ იმ დროს მოძღვრები, გესმით? დაემორჩილა რა გაგებით, დაემორჩილა, რომ ითვალისწინებს იმას, მათ რა ენა ესმით. იუდეველებს რა ენა ესმით, რა ტერმინოლოგია ესმით, ამას ითვალისწინებს უფალი და თვითონაც იყენებს იმ ტერმინებს, რაც მათ იმ დროს ესმით, გესმით? აი მას ნიშნავს. აი მაგალითად ჩვენ ბოლოში ნახავთ, რომ უღელ დაიდგით ქედზე ჩემი უღელი ამბობს. ეს ქედზე უღელის დადგმა ზუსტად მათი მოძღვრები, რასაც ასწავლდნენ, იმას იქიდან გამომდინარეობს, გესმით? და აი სასუფეველი ცათა იძულებაო, ეს არის ზუსტად ის ტერმინოლოგია, რასაც ის იმ დროს იუდაური სამყარო იყენებს, გესმით? მათი რაბინები იღებენ და რას? კონკრეტულად რას? აი მე მინდა ეს განმარტოთ კარგად. მათი რაბინები ამბობდნენ. ეს მიდრაში და თალმუდშიც არის და მიდრაშიც არის ეს. მათი რაბინები ამბობდნენ, რომ სათასასუფეველი იძულება ნიშნავს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ან დააჩქარონ მისი მოსვლა, ან შეაფერხონ მისი მოსვლა. გესმით? სათასასუფეველი იძულება ნიშნავს, რომ აი მაგალითად თუ ისინი როგორ შეუძლიათ სასუფეველის მოსვლა რას ნიშნავს, რომ მესიის მოსვლა. ანუ მესიის მოსვლა, ქრისტეს მოსვლა მათ შეუძლიათ დააჩქარონ. აი მაგალითად ისინი ამბობდნენ, აი ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ თქვენ. ისინი ამბობდნენ მაგალითად, თუ სინანული გვექნება, ძალიან მალე მოვა უფალი ამბობდნენ. ამბობდნენ, თუ დავიცავთ მცნებებს, დავაჩქარებთ მის მოსვლას. აი ამბობდნენ მათი რაბინები, რომ ორი შაბათიც კი რომ ზედმიწევნით დაიცვას ისრაელმაო, მესია იწუჩი მოვა. აი ორი შაბათის უქმობაო, ხო? ამბობდნენ მაგალითად რჯულის სწავლით. აი მოსეს რჯულის სწავლა, ჩვენ რო ზუსტად სწავლობდეთ და ერთგული ვიყოთ მოსეს რჯულის, მალე მოვა მესია. ამბობდნენ ისინი მაგალითად რომ ყველი საქმეს რო ასრულებდეთ ჩვენ მესიის მოსვლას დავაჩქარებთ. ნახეთ, მესიის მოსვლაზე ძალადობა ბჭყალებში ამას ნიშნავს რომ ჩვენზეა დამოკიდებული. გესმით? როცა ღმერთს ეკითხებიან, იქ ეს ადგილიც არის მოთხრობილი, რომ ღმერთს ეკითხებიან, რომ როდის მოვაო, იესაიას ავალებენ, იესაია წინასწარმეტყველს ავალებენ, რომ წადი აბა ღმერთს კითხეო, რომ როდის მოვაო, მესიაო, კურთხეული როდის მოვაო და ისაია ეუბნება ღმერთს მასე მითხრაო, როცა თქვენ გინდათო. ეგ რას ნიშნავს, როცა ჩვენ გვინდაო? აი თქვენ როგორც მოიქცევით, იმაზეა დამოკიდებული სათასასუფეველის მოსვლა. გესმით? და ასევე ჩვენ შეგვიძლია შევაფერხოთ სათასასუფეველის მოსვლა, მაგალითად თუ იქნებით ურჯულოები, მაგალითად პროზელიტები რომ სხვა სარწმუნოებიდან ხო გადმოდიოდნენ იუდაიზმში, სხვა ერის ხალხი, აი ეს პროზელიტებიო ძალიან ყრნიანო ჩვენ სარწმუნოებასო ამბობდნენ მათი რაბინები, ასევე პედოფილიის ფაქტები ხდებაო ჩვენთან და აი ამ პედოფილიის გამო არ მოდისო ქრისტეო, არ მოდისო მესიაო, იმიტომ რომ ზოგიერთებიო პატარა ასაკის გაწულებს ითხოვენ ხოლმეო ცოლადო, გესმით? ნახეთ, სათასასუფეველზე ძალადობა, იძულება ამას ნიშნავს. მათ აზროვნებაში ეს არის და ნახეთ ახლა ქრისტეს ამბობს იოანე ნათლისმცემლიდან დაწყებული დღემდე, როცა მე ვარ თქვენთან, ნამდვილი იძულება სათასასუფეველის ახლა არის. თუ თქვენ მიმიღებთ მე, მოვიდათ სათასასუფეველი თქვენთან, გესმით? ხვდებით აზრს ამისას. ანუ იოანეს მოსვლიდან დაწყებული დღემდე სათასასუფეველზე ძალად იძულება ეხლა არის ნამდვილად. აი ახლა მესია უკვე მოვიდა თქვენ შორის არის, ახლა თქვენ გჭირდებათ რომ იწამოთ. აი იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც ჩამოთვლილია, რითაც თქვენ შეგიძლიათ დააჩქაროთ მისი მოსვლა, სინანული, რჯულის სწავლა, ყველის საქმე, ცნებების დაცვა. აი მე როგორც გვეუბნები თუ ისე აასრულებთ ამას, მაშინ აიძულეთ სათასასუფეველი და დამყარდება სათასასუფეველი თქვენ შორის. გესმით? აი, შეგოთ ხალხომ კითხვას.
რომ მიიღო ისრაელს ქრისტე, რა მოხდებოდა? რომ მიიღო ისრაელს ქრისტე, რა მოხდებოდა? რომ არ მოეკლა და მთელ ისრაელს მიიღო ის როგორც მათი მეფე, რა მოხდებოდა? ისრაელი დამყარდებოდა ცათასასუფეველი ამ ქვეყანით დედამიწას. გესმით? აი რომ ისრაელს მიიღო მეუფე, როგორც მეფე იესო ქრისტე, დამყარდებოდა მათში საცუფეველი ცათა და ქრისტე იმ ძალას, რასაც ავლენდა მათში, გამოავლენდა მთელ მსოფლიოში. გესმით? აი ამას ეუბნება ქრისტე, რომ იოანემ რომ დაიწყო ქადაგება იორდანეში, რომ მოვიდა სათასასუფეველი, ხომ დაიწყო იოანე ქადაგება. აი იმ დღიდან ნამდვილი იძულება სათასასუფევლის ახლა ხდება. იწამებთ მესიას მოვა თქვენთან. არ იწამებთ, შეაფერხებთ მის ოსვას კიდე რამდენი საუკუნით ვინიც. და ასეც მოხდა, ხომ? მათ არ მიიღეს, ანუ არ აიძულეს სათასასუფეველი, ვერ აიძულეს სათასასუფეველი რომ მოსულიყო მათში და გადაიწია ქრისტეს მეფობა, მეფედ მოსულა ქრისტეს გადაიწია 2013 არ ვიცი რამდენი ხანი გადაიწია მისი მოსვლა. ანუ შეაფერხეს სათასასუფეველი. ესმით? ანუ ეხლა ბადრომ როგორ იქნა? რომ მიიღოთ კარგი. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა ეს სათასასუფეველის იძულება მე ერთმა ადამიანმა ჩემ თავზე როგორ უნდა გავიგო? აი ეს არის საინტერესო. როგორ გავიგო მე ერთმა კაცმა, აი როგორ ვაიძულო მე სათასასუფეველი? მე უკვე მორწმუნე ვარ, გასაგებია, მაგრამ აი ვინც ურწმუნოა, ვინც პირველად შეხედავს ქრისტეს, პირველად შეხვდება ქრისტეს სახელს. თუ მას იწამებს, შეინანებს, სინანულში ჩავარდება თავის ცხოვრების გამო, თუ რჯულს და მცნებებს ისე მიიღებს, როგორც ქრისტე ასწავლის მას, თუ დაიცავს მის რჯულს და ქველის საქმით იცხოვრებს, ხო? აი ქრისტეს საქმებით იცხოვრებს, მან რა ქნა? მან აიძულა სათასასუფეველი, რომ მასთან მოსულიყო სწრაფად. გესმით? სათასასუფეველი ხო ჩვენშია უკვე, ქრისტე ხო ამბობს. მეც თქვენს ჩვენ უკვე შევედით ამ გაგებით ჩვენ უკვე შევედით სათასასუფეველი ჩვენ უკვე ვაიძულეთ გესმით სათასასუფეველი და აი ასე შეუძლია ყველას ახლა აიძულოს სათასასუფეველი. ეხლა ვიღაცა ამას რო კითხულობს იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდეო რომელ საუკუნეში შენ მაგას კითხულობ იმ დღემდე კიდევ შეგიძლია იძულება რომ შენთან მოვიდეს სათასასუფეველი. მგონი ცოტა რთულად ვილაპარაკე, ხო? ანუ ჩვენ რო სწორად გავიგოთ ეს ადგილი, ჩვენ მე მინდა გამოვიდეთ საიდან? იმ რაბინულ აზროვნებაში სათასასუფევლის იძულება მათ იცოდნენ რა იყო. ეს იყო ან დაჩხარება ქრისტეს მოსვლისა, ან შეფერხება მისი მოსვლისა, ხო? ქრისტე ეუბნება რომ აი დაჩხარება გინდათ რომ მალე მოვიდეს სასუფეველი, აი აქ არის თქვენ შორის. მიიღებთ ქრისტეს. აიძულეთ. დაჩქარეთ და მოვა თქვენთან. აი ეს არის ჭეშმარიტი მნიშვნელობა ამ მუხლის. იცით რომ მრავალგვარი განმარტება ქრისტიანულ სამყაროში და ზოგიერთი ამბობს რომ იძულება ნიშნავს რომ ჩვენ თავი ვაიძულოთ რომ ვიცხოვროთ უცოდველად ვიცხოვროთ. ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ ჭეშმარიტი აზრი ამისია ეს არის, რაც მე ეხლა თქვენ გითხარით. და შემდეგ ამიტომ ამბობს ქრისტე რომ ყველა წინასწარმეტყველი და თვითრჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. გესმით? აი ყველა წინასწარმეტყველება იოანემდე იყო, იოანეს მიმართ იყო, იოანეს მიმართ და შემდეგ ქრისტეზე. მაგრამ თუ გნებავთ, ეს არის იოანეს ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. ელია. ქრისტე ამბობს, რომ იოანეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. ელია წინასწარმეტყველი ვიცით, ხო, ყველა ვინ იყო? ელია წინასწარმეტყველი იყო მე-9 საუკუნეში ქრისტემდე და ქრისტე ამბობს, რომ იოანე ელია თუ გინდათ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. რატომ ამბობს ამას ქრისტე? ნახე, ისევ იქ მივდივართ, რომ ქრისტე ითვალისწინებს იმას, რაც მათ იცოდნენ უკვე. რისიც მათ სწამდათ უკვე. და რა იყო ეს? ვინ იყო ელია წინასწარმეტყველი? რა იყო ისრაელისთვის ელია წინასწარმეტყველი? აი ეს მინდა რომ ჩვენ გავიაზროთ კანონს. არავინ არც ერთი წინასწარმეტყველი ისრაელში არ იყო ისეთი პოპულარული, როგორიც იყო ელია წინასწარმეტყველი. ახეთ,
ელია მოვიდა მე-9 საუკუნე იყოს უღმერთობის ხანა, როცა ისრაელს, ჩრდილოეთ ისრაელსაც, ჩრდილოეთ ისრაელსაც და იუდას სამეფოსაც, სამხრეთ ისრაელსაც მართავდნენ ურჯულო მეფე, ხო? და ელია თიშპელი, თიშპაკო დაახლოებით, ელია მოვიდა და ამხილებს ისრაელს, მე-9 საუკუნეა ქრისტემდე, ამხილებს ისრაელს ამ ურჯულოებაში და თან ილიას გონია, რომ მხოლოდ მარტოა თვითონ და შესტირის ღმერთს და შეგლოვობს, რომ ღმერთო მე ვარ მარტო დარჩენილი, შენი ნების გამცხადებელი და მეც მოკვლას მიპირებ. ესმით? რადგან იყო ურჯულო მეფე ახაზია და იმ ახაზიას ყავდა იზებელი ცოლი, რომელიც მტრობდა ელიას წინასწარმეტყველს. აი ნახეთ, იოანესთან როგორი პარალელებია, იოანეს მტერი ვინ იყო? ჰეროდია და ჰეროდეს ცოლი. და ელიას წინასწარმეტყველის მტერი ვინ იყო? ახაზიას ცოლი, რომელიც იყო სიდონიდან, აი სიდონი იყო აი წარმართული ქალაქი იზებელი და ოდესაც იმ იზებელმა შემოატანინა მის ქმარს, ანუ ისრაელის მეფეს წარმართული ღვთაებები, ეს კერპები, ბაალის კერპები რაღაცა და ამაში ამხილებდა მას ილიას წინასწარმეტყველი და იზებელი დაემუქრა ელიასო, რომ ნახავო შენ თუ არ მოკლავ, მოვაკლევინებ შენ, მოკლავ. და ელია დევნილია მათგან და გარბის სინასთან მიდის 40 და ღამე მირბის მარხულობს არჭამს არსონს და იქ ამხნევებს მას მერტი ეუნება რომ გეშინია. მე მყავს ისრაელში 7000 კაცი შენახული რომელიც ერთგულია ჩემი რწმენის ეუნება. ნახეთ და ელია გავს სამგაგებით იოანეს წინასწარმეტყველს. ესეც უღმერთობის ხანაში მოვიდა, ილიაც იმ დროს მოვიდა, ისიც დევნილია, ამასაც დევნიან და ამიტომ ეს ამბობს ქრისტე რომ თუ გინებავთ იცოდეთ იოანე არის ელია, რომელიც აღიქვათ მალაქიას წინასწარმეტყველში, რა თქმა ხო? მალაქიასთან ხო ეუნება რომ დიდი და საშინელი დღის დადგომამდე ვის მოგივლენთო? ელია წინასწარმეტყველს, რომელიც შეარიგებს მამების და შვილების გულს. და ისრაელში აი ამ დროს აი მის თქმით და მე ამით დავიწყე რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არ იყო ისეთი პოპულარული, როგორც იყო ელია. და ელიაზე რატომ? იმიტომ რომ ელიაზე წერია მეორე მეფეთა წიგნში რომ ელიას სიკვდილი არ იყო, არ მომხდარა, ელიას დასასრული როგორი იყო? ცეცხლოვანმა ეტლმა ცოცხლად აიტაცა ის ზეცაში. გესმით? და ამიტომაც ელია ფაქტურად მათთვის ცოცხალი იყო. ელია იყო კაცი, რომელიც არ მომკვდარა. და ამიტომაც არ მომკვდარა, როგორც მათ სწამდათ, რომ ის მუდმივ კავშირშია ისრაელთან. გესმით, ასეთი რწმენა ჰქონდათ მათ, რომ ელია ახლავე უკვე აი როგორც ჩვენ ვწამს, რომ წმინდა ნიკოლოზი ეხმარებოდა ოჯახებს, ხო ვიცით, ხო არის ეს სასწაულები ჩვენს ქრისტიანობაშიც, რომ აი წმინდა ნიკოლოზი ეხმარება, შეწევნას აღმოუჩენს ვიღაცას, იქ გამოჩნდება, აქ გამოჩნდება, ხომ არის ეს სასწაულები. აი ზუსტად ასე ფიქრობდნენ ელიაზე, რომ ელია დღესაც ისრაელში ხან იქ არის, ხან აქ არის, ხან გაჭირვებულს ეხმარება, ხან ქვრივს დაეხმარება, ხან მკვდარს აღადგენს ელია, გესმით? ჩამოდის და ადის, იმიტომ რომ ის არ მომკვდარა, ცოცხალია ელია. ასევე ელიაზე ამბობდნენ, გავრცელებული იყო ეს სწავლება, უამრავი ამბები და უამრავი სწავლებანია ელიაზე, რომ ამბობდნენ, რომ თუ ელია ცოცხლად აღიტაცა ღმერთმა, ის მესიის მოსვლამდე ჯერ ელია მოვა, იმიტომ რომ მალაქია ამბობს და ელია აღადგენს ყველაფერს, რჯულს აღადგენს, ელია აღადგენს ღვთისმსახურებას ტაძარში. იყო თქმულებები ასეთიც, რომ ელია ლევის ტომიდან იყო და პირველი მღვდელმთავარი ელია იქნება ქრისტეს მოსვლის წინ. ის იქნება მღვდელმთავარი. გესმით და აი ესეთი დიდებით იყო შემოსილი, იდუმალი დიდებით იყო შემოსილი ელია წინასწარმეტყველი და ამიტომაც გახსოვთ იოანე რომ გამოჩნდება ნათლისმცემელი იორდანეზე, რომ მივლენ მასთან წიგნობრები და ფარისევლები, რას ეკითხებიან? ელია არ შენ. იმიტომ რომ ეს მათ სწამთ, რომ თუ ის ამბობს, რომ ქრისტე ჩვენ შორის არის უკვე, ესე იგი ელია უნდა იყოს შენ, ხო? ელია ხარ შენ? და ის მეუბნება რომ არა ვარ მე ელია, მე ვარ ის, ისიც დაიწერა რომ მოვავლენ ანგელოს, რომ გაგიმზადოს გზები. და ქრისტე ამბობს, რომ იოანე არის მოსული ელიას სულით. გესმით? თქმა იოანე ელია არ არის. ის კი არ მომხდარა ელიას სული იოანეში კი არ ჩასახლებულა, არა, ესე არ უნდა გავიგო.
იოანეს მოსვლა ელიას სულით არის მოსული რომ ან შეარიგოს ურწმუნო შვილების გული და აბრუნოს მორწმუნე მამების გულთან და შეარიგოს და მშვიდობა დაამყაროს ისრაელში. აი ამას ამბობს იესო ქრისტე. ვისაც ყური აქვს წმენად ისმინოს, ვისაც შეუძლია გაგება გაიგოს ამბობს იესო ქრისტე. და შემდეგ ამბობს უფალი, მე-16 მოხელიდან ნახეთ უკვე იწყებს უფალი აი ხილებას და გმობას მისი უარყოფელი ქალაქების. ნახეთ მე-16 მოხელიდან და ამბობს უფალი. ან ვის ვამსგავსო ეს მოდგმა, ვამსგავსებ მოედანზე მსხდომ ბალღებს, თავიან ტოლებს რომ უყვირიან და ამბობენ, თქვენთვის ვუკრავდით და არ იცეკვეთ, თქვენთვის გოდებდით და არ იგლოვეთ. ვინაიდან მოვიდა იოანე, არც ჭამს და არც სვამს და ამბობენ, ეშმაკი ჰყავსო. მოვიდა ძეკასისა, კიდეც ჭამს და კიდეც სვამს და ამბობენ, აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდულთა მეგობარიო და გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან. ზოგიერთ ხელნაწერში არის გამართლდა სიბრძნე მათი საქმეთაგან. მათი შვილებისაგან წერია. ზოგან წერია მათ საქმეთაგან, მაგრამ ერთ და იგივე აზრობრივად ეს ორივე ერთ და იგივეა. რას ნიშნავს ეს ქრისტე, რას ამბობს? აი ამ ხალხს რომ უყურებ ამბობს ქრისტე. ნახეთ იოანეზე იყო ლაპარაკი, ხო? იოანე უკვე ციხეშია. ქრისტე ამბობს რომ აი ეს ხალხი, ეს ჩემი ხალხი, ეს ებრაელები, ვის მივამსგავსო? იმ ხალხი იმ ბავშვებს გვანან, ბავშვებო ჭირვეულები არიან ხანდახან, აი ჭირვეულ ბავშვებს გვანან, რომლებიც ზიან მოედანზე და თავის ტოლებს უყვირიან. რომ რა გინდათ ვეღარ გავიგეთ? სამგლოვიარე მუსიკას უკრავდით და არ დაიწყეთ ტირილიო. საქორწილო მუსიკას უკრავდით და არ დაიწყეთ ცეკვაო. არც ის გინდათ, არც ის გინდათ. რა გინდათ? ვერ გავეგია ამ ჭირვეულობაში, რას ითხოვთ, რა გინდათ? აი ეს ხალხი ამად გავს, რადგან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, უდაბნოში ცხოვრობდა, აღლემის ბეწვი აცვია, ტყავის სარტყელი არ ტყია, უდაბნოში ცხოვრობს, როგორც განდეგილი, ასკეტი, თაფლს ჭამს ხო და კალიას ჭამს მხოლოდ და ამბობენ რომ ის არისო, ეშმაკი ყავსო, ეშმაკეულიო, ანუ გაგიჟდა იქ რა უნდაო უდაბნოში. რატო უნდა მოусმინოთ მაგასო? რა სარწმუნო ეგ არისო? გესმით? ანუ იოანეს ამ სამგლოვიარო მსახურებას, იმიტომ რომ ძიმეა, ხო, მსახურება უდაბნოში ასკეტური ცხოვრება. არიღებ, არ მოგწონთ და არ გინდათ მას მოусმინოთ. და მე მოვედიო უნება ქრისტე. ხედავთ რომ ზივარ მებაჟებთან, მეძავებთან, ცოდვილებთან, კეთროვნებთან ზივარ ჭამ, სვამ და ჩემზე ამბობთ, აი ლოთიო. აი კაცი მსმელი, დროის მატარებელი და ღვინის მსმელიო და არც მე არ მისმენთო. გესმით? ამიტომ თუ კაცო არ უნდაო ღმერთის მიღება, ღვთის სიტყვის მოსმენა თუ არ უნდა კაცს, გინდა იკირე და გინდა უცინე, მაინც არაფერი გამოვაო და გამართლდა სიბრძნე ამ მისი შვილებისგანო. ნახეთ, რა რომელ სიბრძნეზე ლაპარაკობს? აი, ხო საინტერესოა, და სიბრძნე, რომელიც თქვენში არის, სიბრძნე არის ანდაზა. ანდაზა, რომელიც თქვენ იცით, გამართლდა. აი, ხო ამთხოვე ჩვენ რომ აი ის ანდაზა, აი ამაზეა და გამოჭერილი. ხო ამთხოვე. აი ამას ამბობს ქრისტე. ნახეთ, იგავთა წიგნის, სოლომონის იგავთა წიგნის 29 თავშია. ეს არის მე-9 მუხლი. ის ბრძენკაცი, რომელიც რეგვენ კაცს ედავება, გინდა ჯავრობდეს, გინდა იცინოდეს, მაინც არ აქვს მშვიდობა. ანუ რეგვენ კაცს თუ ედავება ბრძენი კაციო, გინდა უბრაზდებოდეს და ისე უხსნიდესო. გინდა უყვავებდეს და თავზე ხელს უსვამდეს და უცინოდეს და ისე უხსნიდესო. მაინც მშვიდობა არ აქვს, რადგან არაფერ შეისმენს ის რეგვენი კაცი. ჩვენ ხო გამოგვიცდია ეს. ვერაფრით რომ ვერ შეასმენ და ვერაფრით რომ ვერ შეაგნევინებ ადამიანს ვერაფერს. და აი ამ ანდაზაზე ეუნება ქრისტე. აი ეს ანდაზა გამართლდა აი ამათი საქმითო. ძენი კაცი რეგვენს ვერც სიმკაცრით, ვერც სიცილით ვერაფერს
ვერ შეაგნებინებსო და აი მე მინდა გაჩვენოთ ის რაბინები ამაზე რას ამბობდნენ, აი ესეც იგივე მიდრაშიდან არის რომ აი ეს არის ძალიან საინტერესო პარალელი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ხვდებით რომ ქრისტე ამას რო ლაპარაკობს, ამოდის მათი ცოდნიდან. იმაზე ელაპარაკებ, რაც მათი ზედაც იციან. ნახეთ, აი რას ამბობდნენ. ესეთი ტრაქტატია თალმუდში სანჰედრინ 103a. და ერთ-ერთმა რაბი შიმონმა თქვაო, რომ აი ეს ბრძენი კაცი რომ რეგვენს ედავებაო, გინდა უჯავრდებოდეს, გუნდა უცინოდეს, მაინც მშვიდობა არა სიმშვიდეს ვერ პოებსო. ღმერთმა თქვაო, რომ მეო ახაზი იყო ურჯულო მეფე ისრაელში. ახაზო განურისხდიო და დამასკოს მეფის ხელში ჩავაგდიო, ანუ დამარცხდაო, იმიტომ რომ განურისხდი ახაზო. და ადგაო და ასურელების მსხვერპლების წინაშე დაიწყო მაინც ლოცვა. გესმით? დამარცხდა, იმიტომ რომ ღმერთი არ შეეწიაო და იქ მივიდაო, ტყვეობაში რომ იყო ასურეთი იყო ისრაელის ჩრდილოეთი, ხო? მაინც აი ამ დამარცხებულმაო, იქ ასურელების წარმართულ კერპებიდან დაიწყო თაყვანისცემა. და შემდეგო ამაციაჰუ იყო სხვა მეფე, ისიც ურჯულო მეფე. ამაციაჰუსო დავეხმარეო, რომ ედომელები სამხრეთში იყვნენ. ამაციაჰუს დავეხმარეო, რომ ედომელები დაემარცხებინაო და რომ დაამარცხაო. ჩავიდაო იქაო და იქაური კერპების ქანდაკებები წამოიღო იუდაშიო და მეორე ერთ-ერთმა რაბინმა თქვაო, აი ეს არისო, რასაც ამბობს სოლომონის იგავიო, რომ რეგვენს გინდა გაუჯავრდი, გინდა უცინე, მაინც ვერაფერ შეაგნებინებო და ვაი იმას, ვისაც არ შეუძლია გაარჩიოს კეთილი და ბოროტიო და ქრისტე აი ამ სიბრძნეს, აი ამ სოლომონის იგავია სიმეს ამბობს თავის ხალხს რო უყურებს რომ ამ ხალხს ვერაფერი შევაგნებინე. გინდ მოფერებით, გინდ განრისხებით, არ უნდათ მიღება უბრალოდ ამიტომ დაიწყო ამის შემდეგ იწყებ და გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისგან. აი, ახსოვთ 51 ფსალმოს ჩვენ რო ვამბობთ ბოლოს, რათა განმართლდეს სიტყვათაგან შენთა და ძლოს ჯასა შენს. რას ნიშნავს ეს სიტყვა? დაფიქრებულ ვართ ამაზე. ხო, ეს 51 ფსალმონი რაზე არის, რომ დავითმა შესწოდა უმძიმეს წოდვა ჩაიდნენ კაცი მოაკვლევინა, იმიტომ რომ ნებას იყო აყოლილი და ცოლი წაართვა იმ კაცს და შემდეგ სინანულშია ჩავარდნილი და ამ სინანული ფსალმონს ამბობს და ამბობს რომ მე აი ესეთი ცოდვილი დედის მუცეში რომ ჩავისახე, იქიდანვე ცოდვილი ვარ ამბობს, ხო? და შენი სიტყვა შემდეგ ამბობს. და შენი სიტყვა კი ჭეშმარიტია. და ევედრება რომ აი ამ შენი სიწმინდით გული წმინდა დაბადე და განმაახლე, სულისფერი განმიახლე გვამსა ჩემსა. და ამ ყველაფერს ბოლოს ამბობს, რათა განმართლდე შენ სიტყვებში და გაიმარჯო შენ სასამართლოში, ამბობს. აი ძლოს ჯასა შენსა ნიშნავს რომ ყველაფერი რასაც შენ ამბობდი და მე არ მოვისმინე. შენ გამართლებული ხარ მაინც. მე ბოლოს ხვდები რომ შენ ახარ მართალი. ყველა ჩემ საქმეში, ყველა ჩემ დამარცხებაში მე ბოლოს შევიცანი რომ შენ მართლდები შენ სიტყვებში, გესმით? ანუ შენი სიტყვა აღმოჩნდა მართალი, ხო? ჩვენ ცხოვრეს გვემართება ხოლმე, აი გვეუბნება მცნება რომ ეს არ გააკეთო. შემდეგ გავაკეთებთ და ბოლოს ვამბობთ რომ მართალია, ღმერთო, შენი სიტყვა მართალია. და შენ იმაი ჩემსა და შენ შორის სასამ დავარო გავმართოთ, შენ ყოველთვის გაიმარჯვებ ამ სასამართლოში. რათა ძლო ჯასა შენსა. იმ განსჯაში შენ ყოველთვის გამართლებული გამოხვა. აი ამას ეუბნება. ესმით? და აი ქრისტეც ამას ამბობს. რათა გამართლდა ღვთის სიტყვა კიდე ერთხელ ისრაელზე, რომ რეგვენ კაცს, ვისაც არ უნდა დანახვა არაფრის, ვერაფერს ვერ გაიგებს. გასაგებია? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს. რომელი იყო ეს ქალაქები? სადაც მან ყველაზე მეტი ძალა გამოავლინა და არ შეინანეს. ნახეთ აი ეს არის, მე გენეზარეთის, ანუ გალილეის ტბის ჩრდილოეთი
კაპერნაუმი, სადაც ის ცხოვრობდა, ხორაზინი და ბეთსაიდა. აი სამკუთხედია, ხედავთ? ბეთსაიდა არის უფრო აღმოსავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით არის ხორაზინი და კაპერნაუმი არის ჩრდილო-დასავლეთით. აი აქ კაპერნაუმში ცხოვრობდა თავად ის, რადგან პეტრე და მისი ძმა ანდრიაც იქ ცხოვრობდნენ, როგორც ჩანს, მის სახლში ათევდა ხოლმე ღამეს უფალი და აი ამ ქალაქებში ყველაზე დიდი ძალა გამოავლინა მან და მათ არ მიიღეს და იწყებს მათ გმობას ვაის ამბობს. ღმერთი როცა ამბობს იმაზე ვაი შენ ხორაზინი, ეს ნიშნავს რომ მას არ აქვს მომავალი. ესმით, იმ ადგილს, ან იმ ადამიანს, როცა ღმერთი ვაებას ამბობს მას ბიბლიაში, ჩანს რომ არ აქვს მას მომავალი და დღეს ეს არც ერთი ქალაქი არ არსებობს, არც კაპერნაუმი, არც ხორაზინი, არც ბეთსაიდა. კაპერნაუმში მხოლოდ ნანგრევებია, ნაპოვნია იმ სინაგოგის ნანგრევები, რომელშიც ქრისტე შედიოდა ხოლმე და გადააგებდა ხოლმე. ბეთსაიდა იყო თევზის სახლი არის ბეთსაიდა, მის სახელი ნიშნავს თევზის სახლი და მეთევზეთა ქალაქები იყო. ვაი შენ და ხორაზინი და ვაი შენ და ბეთსაიდა, რადგან ტიროს და სიდონს რომ მოვლენო და თქვენში მოვლენილი ძალნი ახანია ძაძით და ნაცრით შეინანებდნენ. ამიტომ გეუბნები თქვენ, განკითხის დღე ტიროსის და სიდონისაც უფრო ადვილი იქნება ვიდრე თქვენთვის. და შენ კაპერნაუმ თვით ზეცამდე ამაღლებულო ჯოჯოხეთამდე დაემხობი, რადგან სოდომს რომ მოვლენო და შენში მოვლენილი ძალნი იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე. ამიტომ გეუბნები შენ, განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ადვილი იქნება ვიდრე შენთვის. კაპერნაუმს ეუბნება უკვე საერთოდ ცხოვრობდა, რომ სოდომისთვის განკითხვის დღე უფრო ადვილი იქნება ვიდრე თქვენთვის. ეს სოდომი და გომორი ჩვენ ხო ძალიან ცნობილია ბოლო დროიდელი მოვლენების შესახებ. მაგრამ ქრისტე ეუბნება, რომ ქალაქები, სადაც ჩემი სახარება მივიდა და არ მიიღეს, მათთვის უფრო მძიმე იქნება განკითხვის დღე ვიდრე სოდომისა და გომორისთვის. ესმით? ნახეთ, ტიროს და სიდონს ახსენებს. ტიროს და სიდონი იყო ფინიკიის წარმართული ქალაქები და აი ეს სიდონში იყო სიდონელი იყო ის იზაბელი, რომელიც ტერი იყო, ელიასი და ის სიმბოლოა ტრობისა, ხო? წინასწარმეტყველის მტრობის სიმბოლოა. აი ეს ქალაქებიც კი ეს ამპარტა და ეს ფინიკიელები იყვნენ ძალიან იმდროინდელი, როგორ გითხრათ, პირველი ხარისხის მეზღვაურები იყვნენ. ყველა ინოვაცია იქ ხდებოდა, ფინიკიელები ძალიან განვითარებული ხალხი იყვნენ ფინიკიელები და ამპარტავანი ხალხი იყო, გესმით? მათ არ სჭირდებოდათ არაფერი სხვა. ეს ფინიკიელები იყვნენ ისინი, ვინც აი თელ სოფლიოს უგულიდნენ თავის გემებით იმ დროს, რა. და აი ესენიც კი ეს წარმართი ხალხი თქვენზე ადვილად გადაიტანს იმ სამეჯავროს, რომელიც ბოლო დღეს იქნება. და სოდომს და გომორს მარტო ახსენებს, ნახეთ, სოდომსა და გომორზე არის ასეთი სწავლება, მათი მოძღვრები ესე ამბობდნენ, რომ ერთი მოძღვარი ამბობს, რომ იუდამ და ბენიამინმაო რაც შესოდეს სოდომელებზე უარესია. იუდა და ბენიამინი იყვნენ ორი ტომი, რომელიც ცხოვრობდნენ სამხრეთ ისრაელში. თქვით რომ სამხრეთ ისრაელი არის იუდას სამეფო. იუდას სამეფოში ცხოვრობდნენ ბენიამინი და იუდას ტომები, ზევით ცხოვრობდნენ 10 დანარჩენი ტომი, ხო 12 ტომი ისრაელში. და იუდა და ბენიამინის ტომებმაო უმძიმესი ცოდვა ჩაიდინეს ვიდრე სოდომელებმა. მაგრამ სოდომელებზე წერია დაბადების წიგნის მე-18 თავში, რომ ძალზე დამძიმდა მათი დანაშაულიო. სოდომელი, ჩვენ ხო ვიცით სოდომელებსიდან რა იყო დანაშაული, გარყვნილება, ბოროტება, ტრობა. მაგრამ იუდას სახლზე წერიაო, რომ დიდზე დიდია იუდას სახლის დანაშაულიო. ამბობს ეზეკიელ წინასწარმეტყველი მე-9 თავში. ანუ უფრო დიდია იუდას სახლის დანაშაული, რადგან მათ განეცხადა ღვთის სიტყვა და არ მიიღეს. გესმით? სოდომს და გომორზე უფრო დიდია მათი დანაშაული.
მაგრამ სოდომის და გომორისაგან არაფერი არ დარჩა. სად იყო სოდომი და გომორი? ვარა ის მათი ზუსტად ჩვენის ადგილი არ ვიცით, სადაც სოდომი და გომორი არსებობდა, მაგრამ სავარაუდოდ აი არქეოლოგიებიც ამას ამხრობიან, აი მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ, აი აქ იყო სადღაც სოდომი და გომორი ეს ქალაქები და კიდევ დანარჩენი ქალაქები, რომლებიც იმ დროს დაიღუპნენ და მკვდარი ზღვა მკვდარი ზღვასავით მკვდარია ის ადგილები, სადაც ის ქალაქები იყო. მაგრამ მათგან არაფერი არ დარჩაო და იუდასგან გადარჩა რაღაც ნაწილი. რატომო? იმიტომ რომ იმ წამს როცა მათი დაღუპვა გადავწყვიტეო, არ გამოჩნდა ხელი, რომელიც მათ გადაარჩენდაო. და იუდას დაღუპვა რო გადავწყვიტეო, გამოჩნდა ხელი, რომელიც მათ გადაარჩენო, რომელიც ისინი გადაარჩინაო. და რა იყო ეს ხელი, როგორ გონია? რა იყო ეს ხელი, რომელმაც ისინი დაღუპვას გადაარჩენენ, აი ნაწილი მაინც. სინანულის ხელები, რომლებიც აღაპყრეს ზეცადა. სოდომელები და გომორელებიდან არავინ არ აღაპყრო ხელები სინანულით, ზეცის მიმართო და ამათმა მაინც სინანული იპოვეს და ხელი, რომელმაც ისინი გადაარჩინა, არის სინანულის ხელი. გესმით? აი ესეთი იყო ეს სწავლება, ხო ძვირფასი სწავლება. ამიტომაც დღესაც ჩვენ გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა მძიმე განსასწრებში ვიყოთ, გადაგვარჩენს ხელი, სინანულის ხელი. სინანულის ხელი პირდაპირ ღმერთამდე მიდის და მაშინ მოდის შველა იმ წუთში ღმერთისაგან. ამიტომაც ამბობს, რომ აი ახლა სოდომის და გომორზე უფრო მძიმე იქნება შენთვის ის განკითხვის დღე. იმ ხანად იესომ პასუხა თქვა: გადიდებ მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და უნურთაგან დაფარე ყოველივე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ მამაო, ასე კეთილინებე შენ. ქრისტე ამბობს, რომ იმათ, ვისაც ეგონათ, რომ იყვნენ ბრძენი და გონიერნი, ვისაც ეგონათ, რომ ჩაწვდნენ შენ რჯულს, ვისაც ეგონა, რომ ყველაფერი იციან შენსგან, მათ დაუფარე ეს, მათი ამპარტავნების გამო, რომ არ მიიღეს შენი ძე და გამოუცხადე შენ უბრალო ჩვილ ბალღებს. რა თქმა უნდა, მის მოციქულებს იმხელა ცოდნა, ხომ არ ჰქონდათ, როგორც ჰქონდათ ფარისევლებს და წიგნურებს. ბუნებრივია. ისინი მეთევზები იყვნენ, არც ჯულის წიგნები იცოდნენ მათ ისე და არც სარწმუნოების სხვა საკითხები, მაგრამ ქრისტე ამბობს, რომ ღმერთო, ასე კეთილინებე შენ, რომ აი ამ ჩვილ ბალღებს, ანუ მცირე ხალხს, მცირეც გამოუცხადე, ვინც მცირენი იყვნენ, იმათ გამოუცხადე ეს. ჩვენ ისაის წინასწარმეტყველის 29 თავში ხვდებით ზუსტად იგივე ანალოგიურ ადგილს. ნახეთ? ეს არის დრო, როდესაც ასურეთის იმპერია ემუქრება ისრაელს გასანადგურებლად. ეს არის მე-7 საუკუნე ქრისტემდე და იქ ამბობს წინასწარმეტყველი, ღმერთი ამბობს წინასწარმეტყველის პირით. ეძლევა წიგნის უწოდინარს და ეუბნებიან წაიკითხეო, ეს კი არ ამბობს არ ვიციდო წიგნი. ანუ წიგნის უწოდინარს აძლევენ წიგს და ის ამბობს არ ვიციო წიგნი. რა თქვა უფალმა, რა კი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდელზად ექცა ჩემდამი მოწიწება. ანუ წიგს რო ვაძლევ, ვერ იგებენ ამ წიგს, არ იციან ამ წიგნის წაკითხვა, მაგრამ გაზეპირებულ ანდელზად აქციეს ჩემდამი მოწიწება, მაგრამ მათი გული შორს არის ჩემგან. ამბობს, აი, ზუსტად ის, რაც ამ დროს ქრისტეს მოსვლის დროს ხდება, გაზეპირებული აქვთ, ასრულებენ ამ წნებებს, მაგრამ გული დაშორებულია. ამიტომ, აჰა, საკვირველ რასმეს მოახდენ ამ ხალხზე. გასაოცარ და საკვირველს დაიკარგება მათი ბრძენთა სიბრძნე და მათ გონიერება უჩინო გახდება. დაიკარგება მათ ბრძენთა სიბრძნე და გონიერება გაქრება, აღარ იქნება და აი ამაზეა წინასწარმეტყველება, რომ უბრალო ხალხს გამოეცხადება სიბრძნე, რომელიც მოიტანა მისმა ძემ.
და შემდეგ ამბობ, ასე კეთილინებე შენ. ერთ-ერთ მოძღვარზე წერია იმიდივე მასწავლებაში, რომ როცა შედიოდაო ეს მოძღვარიო სალოცავადო, ასე ამბობდა ხოლმეო. ნახეთ? სალოცავად როცა შედიოდაო ტაძარშიო, ასე ამბობდა. ხლავე? რომ აი როგორი იყო მისი ლოცვა. მე მინდა ესკენ გაჩვენოთ, რომ ჩვენ შეიძლება მე ჩვენს ლოცვებშიც ეს გამოიყენოთ. დაყურეთ? ამბობდაო დიდება შენდაო ღმერთო, რადგან მე ვიცი რომ კეთილი ინებე შენ იაჰვე, ჩემი და ჩემი მამების ღმერთო, რომ არ განურისხდე ჩემს მოყვას და ისინი არ განმერისხდნენ მე. მე ვიცი რომ კეთილი ინებე ეს შენი კეთილი ინება. შემდეგ ამბობდა მე ვიცი რომ კეთილი ინებე შენ რომ ის რაც წმინდა არ გავხადოთ არა წმინდა და ის რაც არა წმინდა არ შევრაცხოთ წმინდა. მე ვიცი რომ კეთილინებე შენ რომ ნებადართული არ აღგზალოთ და რაც აკრძალულია იმის ნება არ მივცეთ ხალხსო. მე ვიცი რომ კეთილინებე შენ რომ მე დამდაბლებული ვიყო ამ ქვეყნად და სიმდაბლით შევიდე მომავალ ცხოვრებაშიო. ესმით? აი მაგალითად როცა ჩვენ რაიმე ღვთის ნებას ავასრულებთ, აი მაგალითად დაუთმე ჩემს განრისხებულ ძმას და არ გადაუხადე დარტყმაზე დარტყმით, ხო? რა უნდა თქვა ამ დროს მე ვიცი რომ შენ კეთილინებე რომ ასე გამეკეთები. წარმოიდგინე ამას იმხელა უსაზღრო ძალა აქვს ამას. აი ერთმა ჩემმა ახლო მრევლმა მითხრა ადრე წლების წინ რომ ჩვენიო ისაო ბებიაო ბევრი შვილიშვილები ყავდა, ყველა მიატოვაო მოხუცებული ქალი. და ხოლო მე და ჩემო ცოლმა თქვით რომ არ შეიძლება ამ ქალის ასე მიდობა და ლოგინად ჩავარდნით ქალს ბოლომდე სიკვდილამდე უვლიდითო რა. თუმცა ერთ-ერთის ბებია იყო, მეორე სიძე იყო იმისი, მაგრამ ორივემ ასე ბოლომდე. და აი ესე გავაკეთეთ, იმიტომ რომ ვიცოდით რომ არ შეიძლებაო სხვანაირად გაკეთება. აი იმ დროს უნდა თქვა მე ვიცი რომ შენ კეთილინებე ეს რომ მე ეს უნდა გამეკეთები. შენი კეთილინება, გესმის? შენ ხო იცი რომ მართლა ასეა. როცა ვაკეთებ უარს ვეუბნები ბოროტებას, უარს ვეუბნები გარყვნილებას, უარს ვეუბნები მტრობას, მე ვიცი რომ კეთილინებე შენ ასე. აი როგორც ქრისტე ამბობს, ეს ლოცვა შეგვიძლია ჩვენ განმოვიტანოთ ჩვენს ლოცვაში და ჩვენს ცხოვრებაში და ძალიან გაგაძლიერებთ. მაშინ აღარ გექნებათ ის რომ აი ეს რომ ჩავიდინე დავიჩაგრე, მე ეს მომაკლდა, სხვამ გაიმარჯვეს, მე დავმარცხდი, არა. შენ ხო იცი რომ შენ უსამართლობის განცდა, შენ ხო იცი რომ არა. შენ კეთილინებე ასე და მე იმიტომ შევასრულე ეს ასე. აი ასე უნდა თქვა და მაშინ ნეტარი იქნება ადამიანი, მაშინ ბედნიერი იქნება. და შემდეგ ამბობს ქრისტე. ყველაფერი მამისგან მომეცა მე. და არავინ იცის ძე გარდა მამისა და არც მამა ვინ იცის ვინ ამამა იცის ვინმემ გარდა ძისა და იმისა ვისივსაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. ნახეთ? ქრისტე ამბობს ერთადერთი გზა მამა ღმერთთან მისასვლელი არის ვის გავლით? ძის გავლით. მამას ვერასდროს ვერავინ ვერ შეიცნობს გარდა იმათი ვისაც ინებებს ძემ გამოუცხადოს მამა. რადგან მამა თავის არსში როგორი ღმერთია, მხოლოდ იცის ძე ღმერთმა იმ არსში მყოფმა ძემ. ესმით, რომ არსი ხომ ერთია, თან არსნი არიან მამა, ძე და სული წმინდა. ამიტომ მამა ღმერთს ვერავინ ვერ შეიცნობს თუ ძე ღმერთმა არ გამოუცხადას მას. ჩვენ ხო გვითქვამს რომ როცა ეკითხებიან მას ფილიპე მოციქული რო ეკითხება გვიჩვენე მამა შენი. ხო ებრაელებისთვის ეს იყო რაღაცა წარმოუდგენელი ნეტარება რომ მათ ეხილათ მამა ისრაელის ღმერთი. და ქრისტე ეუბნება ამდენი ხანია თქვენთან ვარ და ამას მეუბნები ფილიპე, ვინც მე მიხილა, მან მამა იხილა. ვინც შეიცნო ძე ღმერთი როგორია, მან იხილა მამა ღმერთი. ასევე იოანე მოციქული ნახეთ თავის სახარებას როგორ იწყებს. ღმერთი არავის არასდროს უხილავს. ხოლო შობილმა ძემ
რომელიც იყო მამის წიაღში მან გაგვიცხადა. ცოტა გავასწოროთ ეს, იმიტომ რომ იყო შეცდომა მამის წიაღში მყოფმა ხოლოჩობილმა ძემ მან გაგვიცხადა ღმერთი როგორია. იმიტომ რომ იყო ნიშნავს რომ იყო ახლა აღარ არის. მარადის მყოფი. მამის წიაღში მყოფმა ძემ მან გაგვიცხადა ის როგორი არის მამა, რადგან ის არის მისი ხატი მისი ღვთაების. მისი არსების ხატი, ასე ამბობს პავლე მოციქული კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეში. მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებ თქვენ. დაირგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან შვიდი ვარ და მდაბალი გულით და იპოვებთ სულის სიმშვიდეს, ვინაიდან უღელი ჩემი ტკბილია და ტვირთი ჩემი სუბუქი. მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებ თქვენ, ან მე მოგიფონებთ, მე განგისვენებ თქვენ. აი ახლა კითხვა ისმის ასე, ნახეთ, ჩვენ რომ ისევ ის მინდა რომ გავიგოთ. ვის ეუბნება? მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალი და ტვირთმძიმენი. ვის ეუბნება? აი მაშვრალი და ტვირთმძიმენი, მაშვრალი დაშინებს დაღლილი, ხო? და მაშვრალი ნიშნავს დაღლის. დაღლილი და ტვირთმძიმენი, ისაც ძიმე ტვირთი გადევდა. ვის ეუბნება? ცოდვებისაც კიდევ? აი ძალიან მნიშვნელოვანია, აი მე მინდა რომ ჩვენი გონება ყოველთვის მიმართული იყოს იქ, რაზეც არის ლაპარაკი იმ ადგილას. გესმით? რომ ზოგადი კი არ იყოს ეს ჩვენთვის ეს საუბარი. არამედ იყოს იმაზე, ხედავდეთ იმას, რაზეც ქრისტე ლაპარაკობს იმ დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ეს თუ ჩვენ არ ვიცით, ჩვენ შეიძლება ქრისტიანობა გადავაქციოთ რაღაც ისეთ სარწმუნოებად, რაც კავშირში აღარ იყოს იმასთან, რასაც ქრისტე ლაპარაკობს. გესმით? ვის ეუბნება? მოწაფეებს. კიდევ? კიდევ? გადავ? მოწაფეებს კიდევ? აი დაღლილი და ტვირთმძიმენი რატო არიან? ძიმე მცნებების ტვირთის ქვეშ ვინც არიან, იმათ ეუბნება. მოწაფეები რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ მოწაფეები და იუდეველები ხალხი მისი, ვინც დაიღალა ამ მცნებების ტვირთით. გესმით, ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ, რომ ამ ფარისევლებმა და წიგნობრებმა ეს ათასობით მცნება შექმნეს კიდევ, რომელიც ნახეთ როგორ არის მათეს სახარების 23 ხო, აი 33 შეკრავენ ვაი თქვენ და ნახეთ ხლავე? ნახეთ რადგან ძიმე ტვირთს კრავენ, ძნელად სატვირთველს ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითის განძრევად არ სურთ დასახმარებლადო. ვიზე ამბობს ფარისევლებზე, რომლებმაც იმდენი მცნებაში ახლართეს ეს მორწმუნე ხალხი, რომ დაიღალა, აღარ შეუძლია ამ მცნებებს ვერ ასრულებენ და ტვირთმძიმენი არიან. ყველგან ხდება, სადაც რელიგია გამოიყენება ხალხის სამართავად, ყველგან ხდება, რომ ამ მცნებების ტვირთით დამძიმებულია, დაბრძნულია ხალხი და ნამდვილი ის თავისუფლება ღმერთში აღარ ჩანს, ხო? ხო, ეს მინდა, აი ეს მინდა გავიგოთ, ნახეთ რომ ეუბნება ებრაელებო, იუდეველებო, მოდით ჩემთან, ვინც დააგღალათ აი ამ ტვირთმა ფარისევლებმა რაც დაგადეს ხრებზე და მე დაგასვენებ თქვენ. მე მოხსნით მაგ ტვირთს, რადგან ჩვენ ხო ნახეთ, ჩვენ ხო განვიხილეთ ეს რომ ქრისტე იმ რჯულის მცნებებს განმარტავს ჭეშმარიტად, წმინდად, სუფთად, მარტივად და სინამდვილეში ისე, როგორიც ის არის. ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე, რომ ქრისტე ამბობს მაგალითად, რომ დაიცავით შაბათი და უქმე იყოს ის თქვენთვის, ხო? ეს არის აი ერთი მცნება, ხო? ერთი კარი. წმინდა იყოს დღე შაბათი და იმ დღეს არ იმუშაო, რადგან შაბათი არის ყველბიდან გათავისუფლების მოგონება, ხო? ერთი კარი. ხო არის, პატარა კარია, გაძვრება აქვთ მე თქვენგანი. ხო, ერთი კარია. ეხლა ფარისევლებმა ამას დაუმატეს მეორე კარი, მესამე კარი, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, ამ შაბათის ცნების აღსრულება, მარტო ეს კი არ არის საკმარისი ამბობენ. აი ასე, შაბათს ეს შეგიძლია გადადო, ეს შეგიძლია გადადო, ეს შეგიძლია მიწაიღო, ეს არ შეგიძლია. ათასობით და ნახეთ და ეს კარები
გაფართოვდა. ეს კარები გახდა დიდი, ფართო გახდა ეს კარები. ქრისტეუნება ამ ფართო კარით თუ შეხვალთ, სასუფეველში ვერ შეხვალთ. აი ვიწრო კარი, ის ცნების ერთადერთი ნამდვილი განმარტება, რომელსაც მე გეუბნები. გესმით? აი ამ ათასობით კარებში შესვლით დაიღალა ეს ხალხი, აღარ იციან რომელია მართალი, რომელია მტყუანი, ვერ ასრულებენ და ქრისტეუნება. ბატონო? გაიხლარდნენ, დააღლილები არიან. გესმით და ზოგმა ხელი ჩაიგნიან. ზოგმა ხელი ჩაიგნიან მაგას რა შეასრულებს და დაანება და ქრისტეუნება ყველა ვინც დაიღალეთ, მოდით ჩემთან, იწამეთ ის, რასაც მე გეუბნებით და დაისვენებს თქვენი სული. აი ამოისუნთ, აი ამას ეუბნება. ხო გასაგებია. ხედავთ, აი ჩვენ თუ იმ კონტექსტში წავედით, რაზეც სინამდვილეში ლაპარაკია, როგორი მარტივი გასაგებია. კომასეა. თორე ხა შეიძლება ეს ვიღაცამ თქვას, რომ აი მააშროა თვითმძიმე ის არის, თან სამსახურში რო ჩაგრავენ უსამართლოდ, ხო? ისიც თვითმძიმეა, იმიტომ რომ აი დიდი ვისაც 12 შვილი ყავს, ვისაც მაგალითად სამსახური არა აქვს, ხელფასი აქვს, ყველა თვითმძიმე რა თქმა უნდა. ყველა, მაგრამ ქრისტე ამაზე კი არ ამბობს. იმ მომენტში ქრისტე ლაპარაკობს იმ ხალხზე, ვინც ფარისევლებმა დატვირთეს აი ამ რჯულის ცრუ არასწორი განმარტებით ამაზე ხო? ხო გასაგებია. და მე განგის ნახე და დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი და მოეპოვებ ცულის სიმშილეს. რატომ მომს ქრისტე დაიდგით ქედზე ჩემი უღელი? ეხლა როგორ გონიათ ქრისტემ ეს უღელი თვითონ მოიფიქრა ეს ტერმინი ქრისტემ? ხო, აი, თქო მოგითხარით, ხო? გავასწარეთ იმას. ნახეთ, აი, გაჩვენოთ ეს, ნახეთ. ეს ქედზე უღელის დადგმა იყო აბსოლუტურად ცნობილი ფრაზა იმ დროს. მათი რაბინების აზროვნებაში, მათი რაბინების სწავლობაში ქედზე უღელის დადგმა. ისინი ამბობდნენ მაგალითად, რომ უღელის დადგმა ხო ნიშნავს მორჩილებას, დამორჩილებას, რომ მე ვიტვირთავ იმ საქმეს, რაც უნდა შევასრულო შენგან, ხო? უღელს ხო ვიღაცა ადგავს ვიღაცას, ხო მასეა? ხარს უღელს ხო მის გლეხი ადგავს, ვინც იცის რა უნდა შესრულდეს და უღელის დადგმა ისინი ამბობდნენ, სხვადასხვა უღელი არსებობს, ამბობდნენ მათი რაბინები. აი მაგალითად თორის უღელი, მოსეს ხუთწიგნეულის უღელი. და ისინი ამბობდნენ, რომ ღმერთი ასე ამბობს, რომ ვინც რჯულის უღელს დაიდგამსო თავის მხრებზეო, ღმერთიო მასო დაასაჩუქრებს, იმიტომ რომ ვერც ერთი ხელისუფალი და მიწიერი საზრუნავი მას ვეღარ დაიმონებს. გესმის? თუ შენ თორის მოსეს რჯულის უღელს დაიდგამ, თავისუფალი იქნები, რომ დაგჩაგრავს ვინმე ხელისუფალი. ისინი ამბობდნენ, რომ არსებობს ასევე ცნებების უღელი, ამბობდნენ ისინი მაგალითად რა. ასევე ამბობდნენ, რომ არსებობს სინანულის უღელი, აი დავითზეა, წინასწარ მეტყოლ დავითზე ამბობს, რომ დავით იყო კაცი ამაღლებულიო. მათი რაბინები განმარტავდნენ, რომ ამაღლებული კაცი ნიშნავს, რომ მონანული კაცი იყო. ანუ დავითსო სინანულის უღელი ჰქონდა დადგმულიო. ისინი ამბობდნენ, რომ არსებობს ასევე ხორცის და სისხლის უღელი, აი ხალხი, ვინც ჯულს კი არ ეძებს, ამ ქვეყნიურ საზრუნავშია გაბმული და სისხლის და ხორცის უღელი ცხოვრობს. გესმით და აი, ნახეთ, ქრისტე ეუბნება, რომ ჩემი უღელი დაიდგი. ეს ყველაფერი ხომ ცნობილია თქვენთვის და ფაქტობრივად, აი, ამასაც რომ მოისმენდნენ იუდეველები, შეიძლება ჩაექოლათ უფალ. იმიტომ რომ მათ იციან, რომ იაჰვეს უღელი არსებობს და მოსეს უღელი არსებობს და ქრისტე ამ დროს ამბობს, რომ კი არა, ჩემი უღელი დაიდგით მხრებზე. გესმით? და როგორ შენ თავს ღმერთს უტოლებ? ჩვენ ღმერთის უღელის დადგმას ვემხრობით და ღმერთის უღელის დადგმას ქადაგებ და შენ ამბობ, რომ შენი უღელი უნდა დავიდგათ, როგორც სხვა დროს იყო, ხო? მოდი ჩემგან და სვით ხო ამბობს, ჭამეთ ჩემი ხორცს, ჩემგან მიიღეთ პური. აქაც იგივე სიმეორებს. ქრისტე და აი ამიტომაც იყვნენ, რომ წარდებოდნენ, ცოფდებოდნენ და მისი ჩაქოლვა უნდოდათ და ვინაიდან ეს ჩემი უღელი ამაოა, ბოდიში ტკბილია ამოწერია, ანუ ამოა და ტვირთი ჩემი სუბუქია. ნახეთ, მოციქულთა საქმის მე-15 თავში ზუსტად ამაზეა ლაპარაკი. ჩვენ რო გესმოდეს აი ამ პრობლემის აქტუალურობა, განა თვითონ იუდეველებს ეს არ ესმოდა, ნახეთ, რა მოხდა? მოციქულთა საქმის მე-15 თავში არის მოციქულთა კრება აღწერილი ანტიოქიაში. და რა არის პრობლემა აქ, რაზე დაობენ მოციქულები? რომ
ის ხალხი, ვინც არაებრაელი, არაიუდეველია, წინადაცვეთა მათთვის სავალდებულო იყოს თუ არ იყოს სავალდებულო. ზოგიერთები ემხრობიან აზრს, რომ არა, ჯერ ვინც აი მაგალითად ბერძენი მაგალითად ვინც ქრისტეს მორწმუნე გახდება, ჯერ იუდეველი უნდა გახდეს ამ გაგებით, დაემორჩილოს მოსეს რჯულს, წინა დაიცვითოს, მოიჭრას ის სასქესო ორგანოზე ის ჩუჩა და შემდეგ გახდებს ქრისტე. და შემდეგ მაგრამ მოციქულები ეწინააღმდეგება პავლე ეწინააღმდეგება ამას სასტიკად, რომ ნუ აკეთებთ ამას ამას პავლე მოციქული არ შეიძლება მაგის გაკეთება. და შემდეგ წამოდგა პეტრე და უთხრა მან, აი პეტრესაც ესმის ეს პრობლემა, გესმით, რომ მარშრალია ტვირთმძიმენი არიან ის და მისი ხალხი. და პეტრე ამბობს. ჩვენ ხომ იცით რომ ღმერთმა ქრისტეს მოსვლით და ქრისტეს ჯვარცმით არაფრით არ გაგვასხვავა ერთმანეთისგან იუდეველები ვართ თუ წარმართები ვართ. მას ახლა რაღაც გამოცდით ღმერთს. რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტვირთვაც ვერ ჩვენ შევძელი და ვერ ჩვენმა მამებმა. ნახეთ რა შეუნება? რატომ ცდილობთ რომ ისევ ჯულის უღელი დაადგათ ახალ მოწაფეებს, რომლის ტვირთვა ვერ ჩვენ შევძელით და ვერ ჩვენმა მამებმა. მაგრამ ჩვენ გვწამს რომ უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მადლით ცხონდებით ჩვენც და ისინით. ნახეთ, უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მადლით ცხონდებით ჩვენც და ისინიც ამ საქმეების გარეშე, რომელიც გვადევს უღელად და ვერ ჩვენ ვასრულებთ და ვერ ჩვენი მამები ვერ ასრულებდნენ. იესო ქრისტეს მადლი კი რას ნიშნავს? რომ იესო ქრისტე მამა ღმერთმა ინება რომ იესო ქრისტეს ჯვარცმით გავეთავისუფლებინეთ ჩვენ დანაშაულისგან. ნახეთ და სულის განსვენებას პოვებთო. რას გულისხმობს როგორ გონიათ? აი შევიცანი მე ქრისტე და მივხვდი რომ ყველა ჩემი ცხონება ამ უამრავი ათასობით კანონის ასრულებაზე კი არ არის დამოკიდებული. აი იუდეველი მაგალითად მე ახლა სხვა ვარ, მაგრამ იუდეველმა ვიწამე მე ქრისტე და მე მივხვდი რომ უამრავი მცნების ასრულებაზე კი არ არის ჩემი ცხონება დამოკიდებული. აბა მე რაზე? ქრისტეს ჯვარცმას ვიწამებ თუ არა ჩემი გამოხსნისათვის. გესმის? მე ვხვდები რომ აქამდე მეგონა რომ ამ ათასობით კანონს ყველას თუ არ დავიცავ დაღუპული ვარ. როგორ მეშინია წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ის თუ შაბათ დღეს არასწორად გადაჭიქა ადგილიდან ადგილზე, მორჭა ვიცი რომ დავარღვიე მოსეს რჯული და დაღუპული ვარ. და ერთ დღეს ქრისტეს ჯვარცმა ვიწამე და მივხვდი რომ ამ საქმეების გამო კი არ დავისჯები ამ ცხონდები. თუ ვიწამებ მის ჯვარცმა, როგორც დიდ მსხვერპლს, უდიდეს მსხვერპლს თუ ვიწამებ ჩემს გადასარჩენად, რომ ის მოკვდა ჩემს მაგივრად, გათავისუფლებული ვარ ყველა სფერისაგან. ეს არა ტკბილი არ არის ამის განცდა? საამო არ არის ამის განცდა? ამიტომ ამ ქრისტე დაიდგით ქედზე ჩემი უღელი, ჩემი რწმენის უღელი დაიდგით ქედზე და პოვებთ განსვენებას თქვენი სულის ვერგან. ტვირთი ჩემი მსუბუქია. ძიმი არ არის ჩემი ტვირთი, იმიტომ რომ მე არ გავალებ ამდენ რამეს, რასაც გავალებდა ის განმარტება რჯულის, რომელსაც გასწავლიდნენ ფარისეველები. აი ეს არის ამ თავის მოკლე განმარტება, მოკლე შინაარსი. მეგონი რთულად ვიდაპარაკეთ ზოგიერთი რაღაცა, მაგრამ იცით რა, თქვენ მეორედ მესამედ რომ შეიძლება მოусმინოთ ამას და აი ნაწილ ცოტ-ცოტას მოусმინეთ, იქ თვითონ თქვენ ტექსტები მოძებნეთ, ჩაურმავდით ამას, კიდევ ბევრჯერ გაატარეთ გონებაში, გესმით და აი ასე თუ მიუდგებით ამ ყველაფერს ჩვენ დავინახავთ რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა. იმიტომ რომ სამწუხაროდ შეიძლება ლაპარაკობთ ხოლმე ახლობლები რომ სამწუხაროდ ბევრ ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტიანობა ქცეულია რაღაც ისეთ სარწმუნოებად, რომელსაც კავშირი ამასთან ხშირად ბევრ რამეში არ აქვს. ხო, რაღაცა იცვალა სახე ქრისტიანობამ და გახდა რაღაცა სხვა სარწმუნოება. სინამდვილეში სარწმუნოება არის ის, რასაც ქრისტე გადაგებს, სახარება, რასაც გვასწავლის. ოღონდ ისე იმას რომ ჩვენი პრიზმა ამ ხედვის უნდა იყოს ყოველთვის ის, რასაც ქრისტე გულისხმობს, გესმით? ხოლ ეს, თორე ისე ზოგადად მაგალითად რაც მე ვთქვი, დააღლილი და ტვირთმძიმე, ზოგადად სოფლიოში რამდენი ადამიანია? ხო, ბევრი ადამიანია. მაგრამ ტვირთმძიმე და დააღლილი შეიძლება იყოს ბევრი რამესგან.
შეიძლება იმისგანაც იყოს დაღლილი, რომ ბევრი უსამართლო განაჩენი გამოიტანებს, ამ მოსამართლე დაღლილი იყოს, მაგრამ შეიძლება იმან თქვას, რომ ღმერთო ვირთ მძიმეო, ამაზე ხო არ არის ლაპარაკი, ხო? ლაპარაკი იმაზე, რომ რჯულის გაგება, როგორიც იყო ფარისეველთა მიერ და რჯულის გაგება, როგორც არის ქრისტესაგან, როგორც ის განგვიმართავს რჯულს. ამიტომ უღელი, ჩემი უღელი დაედით ქედზე და ისწავლეთ ჩემგან. ნახეთ, ეს უღლის დადგმა კიდევ რასთან არის დაკავშირებული. იყო ძველ აღთქმაში იყო ასეთი მეფე ახაზია, რომელსაც ღმერთი ეუბნება, რომ შენო მეო ძალიან გეხმარებოდიო და შენო იმის მაგივრად რომ მადლიერი ყოფილიყავიო, ზურგს უკან მომისროლებიო. ზურგს უკან, აი ეს სიტყვები წერია, ზურგს უკან მომისროლე მე. უღელი რო გადგას ისერზე. როგორ უნდა ჩამოიგდო? ზურგს უკან უნდა გადააგდო. ესმით? აი ამაზეა ლაპარაკი. აი ეს უღლის დადგმა ძალიან ცნობილი რაღაც იყო მათთვის, რადგან ვინც ურჯულო გახდა, ვინც უარყო იაჰვე და ღმერთი, მან ზურგს უკან მოისროლა, მოიგდო, გადააგდო მისი უღელი, ესმით? და ამიტომაც ქრისტიანობს რომ არა ჩემი სუბუქი და ტკბილი უღელი დაედით ხრებზე და დაისვენებთ განსვენებას პოეტ თქვენი სულებისათვის. აი ეს არის ამის შინაარსი. კითხვები თუ გაქვს რამე? აი მამა თქვენ ახლა ბოლოს თქვით, ჩვენ ვართ აი მეთევზეების სიტუაციაში ვართ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით თქვათ ეს ებრაელებს რაც ამბობთ, ბავშვობიდან რა მოწმუნდებლობით იზრდებიან და მაგათაც ახლა ვინმეს ყველას ქონია რაღაცა მომეჩვევა და რა რთულია რაღაცის მოშორება, რაღაც გარკვეული აი ცუცმენა შიშიც არა და ესენი ბავშვობიდან რომ ამით იზრდებიან, მათთვის ეს ძალიან რთულია, ხა ჩვენთვის ადვილია. აი თქვათ იგივე ის მეთევზები ხო თქვით რომ არ იცოდნენ ის რჯული ის ხო ის ციგნი და უფრო ადვილად მიიღეს რაღაც ეს ახალი ცოდნა. ჩვენ მე ხაი ვიგრძენ რაღაც მე მეთევზების პოზიციაში ვარ, მაგრამ თქვათ ის იგივე ის ებრაული რაღაც ეს ტრადიცია გვიანის და ამიტომ რაღაცა იმ ხალხის მდგომარეობაში შევედი რომ ვერ იცნეს. ამით იქონდა თქვენ თქვით რამდენი სამყარო წინასწარ აი ამაში იყო შიგნით ახლა ვიღაცა მოდის და გეუბნება. სულად ახალი სიტყვა მეც არ ვიცი ამას თუ შევძლებთ. მე არ ვიცი ამას. სწორი. მაგრამ მეც მაგიტომ ჩამოთვალე, გახსოვდა ქრისტეს სახელები რო ჩამოთვალე. წარმოიდგინეთ როგორი ძნელია ამ ზღვა ოკეანეში ამ ინფორმაციის და სწავლებების და შეხედულებების საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა, შენ იპოვა ჭეშმარიტად. მაგრამ ღმერთმაც ხომ იცის ეს. ამიტომ ღმერთი ძალიან მოწყალეა, ძალიან მომთმენია, ძალიან მოწყალეა. ამიტომაც ნახეთ რას ამბობს ქრისტე? ჩემს წინააღმდეგ თუ ვინმე რამე სიტყვისო, ეპატიება მას. აი ესა შემდეგ თავში გვიქნება ეს ზუსტად მე-12 თავში. ამიტომ ჩემს აი მე რომც გამლანძღონო, ამას ამბობს ქრისტე. ჩემს სალანძღავად თუ ვინმე ამის თქო ეპატიება მას. არ დავიჯი ამისთვის. მაგრამ სული წმინდის წინააღმდეგ ვინ სიტყვის რამეს, არ ეპატიება არც აქ და არც მომავალ. რა შენიშნავს რომ სული წმინდა არის ჭეშმარიტების სული. რომ შენ სიმართლეს ხედავ არ არსებობს რომ ვერ დაინახო, ხო? ეგეთი ბრმა თუ ხარ, ესე იგი დაღუპული ხარ უკვე მაგრამ როცა შენ გიხსნიან, როცა შენ ეძებს სიმართლეს, შენ აუცილებლად ამჩნევ ჭეშმარიტებას, მაგრამ ან გაჯვიტდები და ბოროტად უარყოფ მას, ან მიიღებ, ხო? ან ეს ხოლმე მიიღწევა ხანდახან. რა თქმა უნდა, უნდა გიყვარდეს და უნდა ეძებდე, უნდა გიყვარდეს ღმერთი და ჭეშმარიტებას ეძებდე, ეს არის კი. მე მესმის, იმიტომაც რთულია, რაც შენ თქვი ახლა, იმ მართლა ზღვა, ოკეანე ინფორმაციაში, რომ ჭეშმარიტება ეპოვათ, თვითონ მისმა მოციქულებმაც ვერ იპოვეს თავი და ხოზე იყო, ხოლმე აღდგომის შემდეგ და ამაღლების შემდეგ მიხვდნენ თურმე რას გველაპარაკებოდა, ხომ ასე? 40 დღე-ღამე მასთან იყო და ერცხადებოდა და უხსნიდა და ასწავლიდა. უბრალოდ იმიტომ რომ ეს მათ გაიაზრებინა. რთულია, მაგრამ ღმერთი გვეხმარება. ღმერთი შესაძლებელია თუ ღმერთი გვეხმარება, აბარა. დღეს მაშინ დავასრულოთ ამით, მადლობა ყურადღებისთვის ყველას და თქვენ იმედია კიდევ მერე ამას მიუბრუნდებით.